გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღეს ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა გაგაცნოთ და წინასწარ გავფრთხილებთ, ეს იქნება საუბარი ქალებისთვის. რა თქმა უნდა, მამაკაცებიც დაინტერესდებით ჩვენი საუბრით, იმიტომ რომ უნდა შევეხოთ იმ თემას, რაც ძალიან პოპულარულია დღეს YouTube სივრცეში, პოდკასტების სივრცეში, ძალიან ბევრი კვლევა ტარდება და სულ ამ თემაზე არის საუბარი. არ ვიცი, შეიძლება მე ვარ ამით დაინტერესებული, ან მართლა ეს რეალურად ასეა, რომ ადამიანები გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ დღეგრძელობას, ვიდრე აქამდე. ან შეიძლება ეს ინტერნეტში როცა გადმოიცემა და ამას ვხედავთ, ამიტომ მგონია, რომ ყველა ასეთ დიდ ყურადღებას აქცევს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც სწორი მიდგომა დაგვეხმარება თვითონ ჩვენ ყველას, რომ დღეგრძელობას მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი ეპიზოდის წარმდგენი გახლავთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი Babe და ტრადიციულად ამ პროდუქტების შესახებ ჩემს Instagram-ზე უფრო მეც გაიგებთ. ასევე სალომე კასრაძის პოდკასტის სპონსორია ავეჯის სახლი Luxury, რომელიც მდებარეობს აღმაშენებლის ხეივნის 24 ნომერში და მე Luxury-ის Instagram გვერდს დაგიტოვებთ აღწერაში. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და ახლა უნდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი, ნათია ფარცხალაძე, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო ბლოგი Instagram-ზე ქალბატონებისთვის, ვინც არიან 40+ ასაკის, ხო? რა თქმა უნდა, 30+ ასაკისაც უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, რაზეც შემდეგ იწყებენ ქალები. მანამდე ამისთვის თითქოს დრო არ გვაქვს, მაგრამ 30-ის შემდეგ მაინც მთელი ყურადღება აქეთკენ მიდის. ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ვარჯიში, სწორი კვება და სწორედ ის კომპონენტები, რომელიც დღეგრძელობას შეეხება. მე და ნათია დღეს ვისაუბრებთ სწორედ დღეგრძელობაზე, იმ 5 მთავარ კომპონენტზე, რაც შედის დღეგრძელობაში, ასევე ვისაუბრებთ ნათიას ძალიან საინტერესო ბალის მოგზაურობაზე, ნათია იყო რიტრიტზე, ასევე ვისაუბრებთ ბიოჰაკინგზე და კიდევ უნდა ვისაუბროთ სურვილების ასრულების მეთოდებზე და ტექნიკებზე, რითიც ნათია გახდა ძალიან პოპულარული Instagram-ზე, ხო ნათი? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმები შენს მაყურებელს, ჩემი დებიუტია პოდკასტში, პირველად ვარ. ძალიან მომწონს შენი პოდკასტი და დავიწყოთ ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც ჩამოთვალე. ესე იგი, მინდა გითხრა, რომ 30 წლის გამომწერებიც მყავს და საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ამ დღეგრძელობის და wellness-ის და ზოგადად well-being-ის ამბავში და სხვათა შორის ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ამერიკულმა Forbes-მა, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ Gen Z-ც კი ძალიან დაინტერესებული არის აი ამ თემით. საინტერესოა. გამიკვირდა მეც კი. კი, სხვათა შორის ეს პატარები და ახალი თაობა, აი ამ რაღაცა ახალი გაჯეტებით, ბიოჰაკინგით, wellness მოგზაურობები ძალიან დაინტერესებულია. საინტერესოა, იმიტომ რომ მაინც მე რომ ახსენდება ჩემი მოზარდობა და ეს ასაკი ხო 25 წლამდე ჯანსაღი კვება ვისაინტერესებდა საერთოდ ეგრევე სწრაფი კვება, რაღაც ტკბილი გაზიანი სასმელები, რასაც დღეს საერთოდ არ ვეკარები და არ ვიცი, რამდენი წელია არ ყოფილვარ ჯანსაღი კვების ობიექტში, აი ალბათ 15 წელია. ჯანსაღი თუ სწრაფი კვების? უფრო სწრაფი. სწრაფი კვების. ხო და რა საინტერესოა, როგორ შეიცვალა მიდგომები თაობებში. მიდგომა შეიცვალა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია უკვე ამაზე რა, სხვათა შორის ანუ ისეთი პროპაგანდისტული განწყობითაც რა, ძალიან ბევრი რეკლამა გვხდება და ზოგადად ძალიან საინტერესო თემა რა, ეს მარტო ეხლა ზედაპირულად კვებას ხო არ ეხება. ხო და მოდი ახლა თავიდან დავიწყოთ, სულ დასაწყისიდან, საერთოდ რას ნიშნავს დღეგრძელობა, რომ განმარტოთ და აი რა კომპონენტებისგან შედგება. ოკეი. დღეგრძელობა, იგივე longevity, როგორც არის ცნობილი, ეს ახალი და ძალიან საინტერესო მიმართულება. პირველ რიგში გულისხმობს დიდხანს და დღეგრძელად ცხოვრებას, ოღონდ აი ამ ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელად ყოფნას. ანუ longevity-ის მთავარი მიზანი არ არის ჩვენი ცხოვრების და სიცოცხლის გახანგრძლივება. ამის მთავარი არსი და შინაარსი არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ ჯანმრთელები, ენერგიულები და ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით, ნებისმიერ ასაკში იქნება ეს 50, 60 თუ 80 წელიც კი. აი ეს არის არსი და რაც შეეხება კომპონენტებს, ხო, იცი ახალი ამაში, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის. ეს ისევ არის დამყარებული სწორ კვებაზე,
ფიზიკურ აქტივობაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა უფრო ახალია ვიდრე სწორი კვების საფუძვლები და გარემოზე. ესე იგი, სოფლიოში არსებობს 5 წერტილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ყველაზე დიდხანს. ბლუზონებს ეძახიან ამ წერტილებს და მეცნიერები დადიან ამ წერტილებში და იკვლევენ მოსახლეობას, რატო ხდება ესე, რომ 100 წელზე მეტხანს ცხოვრობენ. ანუ, ჩემი მეგობრებს მშობლების სახლი აქვს სარდინიაზე, იქ არის ერთ-ერთი ბლუზონა და ამას წინათ მეუბნებოდა, რომ ყოველი მეორე 100 წელს გადაცილებულია. სარდინიაზე. მე იაპონიაზე იაპონიაც არის 5 წერტილა, სარდინია, იაპონია, ამერიკა, საბერძნეთია და კიდე მეხუთე აღარ მახსოვს. ინდოეთში იქნება მე მგონი. არ არის ფოთაშორის მე მგონი ინდოეთი, ანა. იაპონია ვიცოდი, იცი საიდან? იკიგაი წავიკითხე, წიგნი, რომელიც სწორედ აი ამაზეა, რომ ბედნიერი ცხოვრების არსზე რა არის. რაც აღმოაჩინეს, ხო მეცნიერებმა მთავარი ეს არის, რომ იქ კი ცხოვრობენ ეს ადამიანები, მაგრამ იმიტომ ჩადიან, რომ ნახონ რა არის ამის მიზეზი და მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება რა არის მის მიზეზი, რომ ადამიანები 100 წელზე ზევით ცხოვრობენ, არიან სრულიად აქტიურები და შედარებით ჯანმრთელები სხვა ადგილებთან შედარებით მსოფლიოში. და ხარისხიანი ცხოვრება აქვს. კი, რა თავარი ეს არის ზუსტად ამ ლონჯევით ესე. ესე იგი პირველი არის კვება, ოღონდ აქ საკვებში იგულისხმება ჯანსაღი საკვები. ანუ თითონუტრიენტებით მდიდარი საკვები. თუმცა ეს ხალხი ღვინოსაც სვავს სხვათა შორის. და არის რა თქმა უნდა ფიზიკური აქტივობა, ისინი იმიტომ რომ ისინი ფიზიკურად შრომობენ და გარემო. ანუ ლონჯევითის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის გარემო, როგორც დაუშვათ ასე ვთქვათ, დაბინძურებული ჰაერი, მაგრამ მეორე არის სოციალური გარემო. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხალხი, იმიტომ რომ აი იმ ადგილებში ზუსტად არის ძალიან მჭიდრო სოციალური გარემო, ერთმანეთის მხარდამჭერი გარემო, ძალიან ახლო ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან და აი ეს არის კიდე აი დღეგრძელობის ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი კომპონენტი ჯანსაღი სოციალური გარემო ჩვენს გარშემო. მე მახსოვს იკიგაის რო კითხულობდი, იქ ესე იყო ზუსტად ხაზგასმული ეგ მეზობლები იყო იქ ნახსენები, რომ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა. წარმოიდგინე. უბრალოდ ყველა ადამიანს ახლა სოციალური არსებები ვარ და გვჭირდება ეს კომუნიკაცია და ჯანსაღი კომუნიკაცია არის იმის საწინდარი, რომ რაღაცა მშვიდი ცხოვრება გქონდეს, მხარდამჭერი ადამიანები გყავდეს გვერდზე და რაღაცა განვითარდე წინწახვიდე და თან იყო მშვიდი და ბედნიერი. ხო, ეს თემა მე ჩავშალოთ კარგად, ხო? და ეხლა კვებით დავიწყოთ. ხო, აი კვება როგორი რაღაცა არის, იცი, მე ჩემთვის ზოგადად ეს ყველა კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის დამოკიდებულებები რაღაც საკითხების მიმართ რა. აი რაღაც ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე. აი გუშინ ვლაპარაკობდით გოგოები რა, ერთმა ძალიან საინტერესო გოგო თქვა ესეთი მოსაზრება, რომ აუ ეხა შაქარი თუ არ ვჭამევ და ცოტა თუ არ მოვწრუპეო და თუ არ გავერთე და გვიან თუ არ დავიძინებ, რა თქმა უნდა ესეთი ცხოვრებაა და ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც გინდა სწორჩვევებზე ნერგავდე რაღაც ახალს, კიდაც რაღაც კვების ახალ მეთოდზე გადადიოდე, ხო რაღაც აკრძალვებს უწესებდე შენს თავს, უმტკივნეულოდ გააკეთო ეს. ნუ პირველ რიგში რაღაც რჩევასავით რაც შემიძლია მივცე ჩვენს მომხმარებელს, რომ ჯობია რომ ნელ-ნელა დავნერგოთ ეს ჩვევები, ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ ამ საკითხს, რომ არ დავისტრესოთ ამისგან. და მე როდესაც ამას უკვე ნერგავ შენ ცხოვრებაში და როდეს ამისგან იმდენ ბენეფიტს იღებ, რომ შენ თვითონ კმაყოფილი ხარ ამით, ხვდები? ის კი აღარ გაქვს რომ მე რაღაც მომაკლ და პირიქით ატყობ რამხელა რაღაც გემატება ამითი რა. და ეხლა მაგალითად აი მე ნიახურის წვენის დალება რო დავიწყე არ მომწონდა. და ეხლა მართლაც ამამაც შემიძლია ვთქვა, მაშაყირებენ ხოლმე რომ იტყუებიო და მართლა არ ვიტყვები, ძალიან მომწონს ამის გემო რა და ზოგადად კვების ეს ჯანსაღი და კვების რაღაც კოდი ჩემთან მგონი არ ჩადებული არის ბავშვობაში. ხო, აი მოგვიყევი როგორ გზრდიდნენ ოჯახში, აი ეს კვების თემა როგორი იყო დავაგებული. ეს ჯანსაღი ცხოვრების თემა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინაში საერთოდ არ იყო პოპულარული ეს თემა. დედა ცხოვრობდა თვითონ ესე და მაძალებდა მეც და ჩვენ ბევრი ვიყავით ბავშვები, ჩვენ ბიძაშვილებთან ერთად ვიზრდებოდი და მათაც. და ესე მეუბნებოდა, რომ მე მინდოდა რა მნიშვნელობა აქვს, რომ არ არის გემრიელი, მთავარია ძალიან სასარგებლოა. და ამაზე ძალიან ბრაზდებოდი, ხომ ხა მაშინ საშინელი პროტესტი მქონდა, რაღაცა უცნაურ რაღაცებს მასმევდა, სხვათა შორის კურკუმას. მართლა მაშინ? ხო, შეიძლება მოგზაურობდა და აი თვითონ ისეთი ტიპი არის რა, აი იოგას აკეთებდა მაგალითად, მაშინ სუნთქვა
სხვებს აკეთებდა და სულ ეს აი რაღაც ბაკურიანში ან ბორჯომში ან ისეთი გას რო ვისვამებდი, ამბობდა რომ ნისლი არ ვიცი დღეს ახლა ეს რამდენად გამართლებული არის ეს თეორია, მაგრამ ნისლი ძალიან სასარგებლო არის კანისთვის და გადიოდა ხოლმე ნისლში და ამაზე ნუ გარშემო ყველა იცინოდა, მაგრამ ყველანი ამაზე რაღაც ვიცინოდით, მე პირადად ბრაზდებოდი, არ მომწონდა, მაგრამ დღეს ხვდები რომ აი ჩემი მიდრეკილება, ეს ჩემი რაღაცა მიმართულება აქეთ და ინტერესი და დამოკიდებულება ალბათ სავარაუდოდ ეხლა ძალიან გაეხარდება ამ პოდკასტს რო ნახო. კი, ეს ხო იცი ეს რაღაც დისპოზიციები ბავშვობიდან რა გარემოშიც იზრდები და რასაც გასწავლიან და რასაც გაჩვევენ, შენს ხო იშინაგანებ და ეს ინტერნალიზებული. ალბათ ცოტა მოზრდილ ასაკში. მე აცნობიერებ ხო ამ ყველაფერს, მაგრამ მაშინ რაღაც ისე თითქოს აი ვერც ხვდები როგორ ხდება ამის დასწავლა, ასე რომ ვთქვათ. მეც ესე ვიზრდებოდი, მე მაგალითად არ მახსოვს მამა ჩემს მოიცა იმის უფლება, რომ დილით საუზმის გარეშე გავსულიყავით სახლიდან. აუცილებლად თქვენ გოგო ესე გვეუბნებთ, გოგოები ხართ და საუზმის გარეშე არ უნდა გახვიდეთ და მაშინ ახლა არ ვეძიებოდი რას ნიშნავს რახან გოგო ვარ, რატო უნდა ვჭამო აუცილებლად დილით და მე როდესაც მეც გავიგე რომ ეს ჰორმონალური ბალანსისთვის და ამ ყველაფრისთვის რომ გაიღვიძებ ეგრევე მალევე ჭამა არის კარგი, მე მივხვდი და მაშინ ხო ნუ რასაც მეტყვიან, ოკეი, გავაკეთებ მეც. შენ აკეთებდი, მე არ ვაკეთებდი. დილით არ საუზმობდი. არა, დილით საუზმობ, აი პირიქით. დღემდე ესე ვარ, იმიტომ რომ ამას ვარ მიჩვეული, რომ დილით აუცილებლად უნდა გვეჭამა და ძილი იყო კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და მე მგონი დამავიწყდა არ მიხსენებია აი ამ ლონჯევითი მიმართულებაშიც და ამ დღეგრძელობაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძილს. ხო, რა თქმა უნდა, ამაზეც ვილაპარაკოთ აუცილებლად. ესე იგი, შენი კვებასთან დამოკიდებულება კიდე მაინტერესებს კარგად ჩავეძიო, იმიტომ რომ ნათია არის სულ ფორმაში. ხალხო, რამდენი წელია ვიცნობ და მე არ მახსოვს ნათია აი სხვანაირი აი მე დიდი მადლობა. სულ ფორმაშია, გამხდარი და აი ეს არის ჩემთვის რატო ხარ შენ გამორჩეული. ეს ხო არ არის მხოლოდ ის, რომ აი ლამაზია ადამიანი ან ფორმაშია, ან გამხდარია. ზოგჯერ მინახავს გამხდარი და სახეზე რო აწერია მთელი ეს დიეტის უბედურება და ასე შემდეგ. შენ სახეზე გაწერია და ასხივებ აი ამ რაღაც კარგ გუნება განწყობილებას, რომ აი ესეთი ხარ შინაგანად და მე მგონია რომ რა თქმა უნდა ეს ბავშვობიდანაც მოდის, მაგრამ შენც მუშაობ ამაზე. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ახლა მეც როგორც ყველა ხან ასე გამოვიყურები და ხან ისე, მაგრამ ძალიან ვცდილობ, სხვათა შორის ხო, აი სილამაზის მიმართ დამოკიდებულება მე რაღაც უფრო გვიან ასაკში შემეცვალა რა. იმიტომ რომ თავიდან რაღაც როგორც ალბათ ყველა მოზარდისთვის და ეს ახალგაზრდისთვის ის არის სილამაზე უფრო რაღაც გარკვეულ სტანდარტებთან არის ხო დაკავშირებული და სილამაზე არის რაღაც ცხვირი, თვალი და კანი და ასე შემდეგ და მე უკვე როცა მივხვდი რომ მე თვითონ როგორი ქალები მომწონდა ხო და დავაკვირდი ეს ქალები არ იყვნენ მარტო გარეგნულად ლამაზები რა ეს ქალები იყვნენ ისეთები ვისაც შეგნით და რაღაც კარგი ენერგია აქვს და ენერგეტიკა აქვს ხო და ვიშიც რაღაცა სხვა რაღაცა მოგწონს და მივხვდი რომ ეს სხვა რაღაცა ის იყო რომ ჯამრთელია პირველ რიგში ეს ადამიანი როგორც ფიზიოლოგიურად ისე მენტალურად მშვიდია და შესაბამისად ლამაზია რა და ზუსტად სხვათა შორის ჩემი ეს ინტერესია ამ ლონჯევითი თემების მე ზუსტად მანდედან მოვხვდი ამ თემებში რა რომ ანუ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ ესე კარგად გამოიყურებოდეს ხო ეს არის აი ეს ხუთი კომპონენტია რომელსაც უნდა ასრულებდე და თუ ეს ყველაფერი კარგად გაქვს ხო თუ ჯამრთელი ხარ თუ მშვიდი ხარ და რელაქსებული გაწონასწორებული ხარ ხო რაღაცა ბედნიერიც ხარ და შესაბამისად მე ლამაზიც ხარ ხო ყველაფერი აისახება ხო ბედნიერი ლამაზი ქალი არის ბედნიერი ხალიო, ხო იცი რომ ეს გამონათქვამი. მაინც კვებაზე მინდა რომ კარგად ამოვწუროთ ეს თემა. შენ გაქვს, ეხა კარგად ახსენე, ის რაღაც აკრძალვები. მე არ მიყვარს აკრძალვები. უბრალოდ რაღაცაზე როცა უარს ამბობ ადამიანი, მე აღარ გინდა რომ ჭამო ის და მართლა ჯანსაღი უფრო გეგემრიალება. მე მასე ვარ. რაც უფრო ჯანსაღია, უფრო მეგემრიალება. ნუ დესერტზე ვერ ვიტყოდი მაგას. ეგ მაინც ჩემი, ნუ სისუსტეას ვერ დავარქმევ, არც ვაპირებ ამაზე უარის თქმას. უბრალოდ მე მქონდა რაღაც პერიოდი, როდესაც მივხვდი რომ უნდა შემემცირებინა. აი თქმილი უნდა შემემცირებინა და ყოველდღე არ უნდა მეჭამა. მაგალითად მე არ არსებობს რომ ვიყიდო ნამცხვარი და სახლში მოვიტანო.
აუცილებლად თუ დესერტს ვჭამ, სადღაც გარეთ ვჭამ და სახლში მაცივარს რო ვაღებ, დესერტი არ მეფეთება, ასე რომ ვთქვათ და შენ თუ გაქვს რაღაც ისეთი ახალი, ვთქვათ, მიდგომები დანერგილი შენ ცხოვრებაში, რაღაცაზე უარი გაქვს ნათქვამი, ან ეს იქნება ჩემთვის საინტერესო. აი, რა არის ფოთაშორის შაქარს დიდი სიამოვნებით ავკრძალავდი რა. ხო, ანუ არ არის ესე რაღაც რომ თქვა რომ აღარ შევჭამ და ადვილი იყოს, მე მგონია რომ ყველაზე პირიქით რთული პროცესი არის რაღაც საკვები, იმიტომ რომ საკვები ჩვენ ბევრ რაღაცაში გვეხმარება ხანდახან სტრესის დაძლევაში და სხვათა შორის აი გაცნობიერებული კვება არის, ეხლა ძალიან ისეთი ხშირად მხდება Instagram-ში და ბევრი წამიკითხავს რა ამაზე ზოგადად mindfulness-ი ხო. იცი რა იგულისხმება? კვების დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის არ უყუროთ პლანშეტებს, იმიტომ რომ მე ამას ვაკეთებდი. ჩემ შვილებს ვაჭყობებოდი, მაგრამ მეც ვაკეთებდი. ძალიან მიყვარს სერიალის დროს ჭამა. მაგრამ და არ უნდა უყუროთ არაფერს და უნდა ვიყოთ იქ და იმ მომენტში როცა ვჭამთ. და შევფიქროთ გემო გავსაზღვროთ რაოდენობა. მიხდი ნელა ვჭამოთ. ის იდეაში დაღეჭვა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ძალიან. მე იმდენი სტატია მაქვს დაღეჭვის მნიშვნელოვნებაზე წაკითხული, არ მეგონა ასეთი მნიშვნელოვანი თუ იყო. იმიტომ რომ თვითონ ნერწყვი არის ის, რომელიც აგემრიელებს და მისი დახმარებით ხო ადვილად მუშავდება. გახდომის ძალიან კარგი მეთოდი არის და შედარებით ნაკლებსაც ჭამ, როდესაც დიდხანს ღეჭავს საჭმელს. დიდხანს უნდა ღეჭო, მე ტექნიკაც ვიცოდი. ეხა გადამავწლე, ჯერ უნდა 15 ჯერ დაღეჭო ერთ მხარეს, 15 ჯერ მეორე მხარეს და შემდეგ გადაყლაპო და უფრო გემრიელიც არის ეს საკვები. ხო, იმიტომ რომ რეცეპტორები უფრო კარგად აღიქვამენ, ხო? კი, ზუსტად, უფრო კარგადაც აღიქვამენ და მერე უფრო მონელებისთვის უფრო ადვილია, აი ასე ნაჭამი და თან ეს ეხმარება იმაში, რომ ბევრს არ ჭამ. კი, ჭამ ცოტას და ულუფებს ამცირებ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. კი. მაგრამ აი ეს ჭამის დროს რაღაცა რო არ აკეთო. ანუ ხან გვეჩქარება, ხან გვავიწყდება და ასე შემდეგ. და თვითონ აი კვების პრინციპებს რაც შეეხება, იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი ამ კვების მიდგომებში. ხო, გუში რასაც ამბობდნენ, დღეს აღმოჩნდება, რომ თურმე ესე არ ყოფილა რა. ხო და მე ხა სხვათა შორის მე რას შვები, იცი, ბევრ რაღაცას ვკითხულობ, ბევრ რაღაცას უყურებ, ვიღაცას ვუსმენ, ხო და რაც აი ჩემთვის მისაღებია, რაც აი ჩემთვის რაციონალურია, აი იმ მეთოდებს ვიყენებ ხოლმე. აი მაგალითად გლუკოზ გოდნეს ესე ქვია, ჯესი ქვია ამ გოგოს Instagram-ზე აქვს. ფრანგი. აი ჯესის მეთოდი ძალიან მომწონს და ჯესის სხვათა შორის მაგ მეთოდს ბევრი ეთანხმება, იმიტომ რომ ეხლა ცოტა ახალი და თანამედროვე მიდგომა არის კვებაში, რომ იმას კი აღარა აქ იმ ხელმისაწვდომობა რა სჭამ. თანმიმდევრობას, საკვების თანმიმდევრობას აქვს დიდი მნიშვნელობა რა და აი ამ ჯესის მეთოდი რომ ჯერ ჭამო ბოსტნეული და მერე ჭამო დაუშვათ ცხიმები და რთული ნახშირწყლები და ასე შემდეგ ხო ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მე გახსოვს ხო ის რომ ეკეთა გლუკოზის მონიტორი. ხო, მოგვიყევი მაგაზე ეს რა იყო? ეს არის ზოგადად იდეაში დიაბეტიკებისთვის განკუთვნილი მონიტორია, რომელიც 2 კვირის განმავლობაში გიკეთია და შენს აი გლუკოზ სპაიკებს, აი ინსულინის დონეს სისხლში, აი ამ ნახტომებს აკონტროლებს. რა და ეს ძალიან მავნებელი რაღაცა არის, არა მხოლოდ წონის მატებისთვის, ზოგადად ბევრ დაავადებას იწვევს ეს ჩვენი სპაიკები, შაქრი. ეს გაჩვენებს, როდის ავარდა შენი გლუკოზის დონე, ხო? არის გიკეთია, ტელეფონში აქვს აპლიკაცია და კვების მერე შენ თვითონ უყურებ და აკონტროლებ რა საკვებს ადის და არ ადის რა. იდეალური ვერსია, როდესაც ესეთი სწორი არის ჩვენი და ბარდნები და ესენი არ გაქვს. ასული ზემოთ და ქვემოთ და არ ჩასურა, ქვევიცაც იმის მიხედვით ჩადის რა ჭამე და რამხელა როგორ ავიდა. რა და აი ამ მონიტორის საშუალებით ახლა იდეაში ძალიან რთული არის მე გავაკეთო ეს აი არის მაგის სერვისები საქართველოში არ ამგონი აი კეთებენ ამ მონიტორს და მე ენდოკრინოლოგები უყურებენ ამას და უშიფრავენ მაგრამ მე რაც დავინახე ჩემ შემთხვევაში ხო აი ეს მეთოდი რომ ბოსტნეული ჭამო ჯერ მე დააყოლო სხვა საკვები თუნდაც კრუასანი ესე ამბობს ეს გოგო და ეს ბოსტნეული თუ დანამული იქნება ვაშლის ზმნით ხო არის იდეალური ვერსია რა. აი ესეთი რაღაცები მომწონს და ეხლა კიდე ძალიან ახალი ის არის მეთოდი კვებაში, ამას ქვია FMD, Fast Mimicking Diet და რას ნიშნავს ეს? ეს არის იმიტირებული შიმშილი. ანუ ფასტინგს რასაც ვეძახით, ხო 16-18 ზოგი 24 საათიან შიმშილს აკეთებს, მაგრამ აი ამ შიმშილის მთავარი ბენეფიტი არის ავტოფაგია. ეს ხო, როდესაც ესე რო ვთქვათ მარტივენაზე, უჯრედები თვითონ იკვებებიან და თვითონად გურდებიან. ხო, ეს მავნე. ერთმანეთს ანადგურებენ ასე. ხო, აი კარგებიც უდევს, ხო?
ხო და ავტოფაგიის პროცესი არ იწყება 16 და 18 საათიანი ფასტინგის შემდეგ. თან ეს 16 და 18 საათიანი ისეთი სადაო არა. ხო და აი ეს 5 დღიანი დიეტა ზუსტად ორგანიზმს გონია, ანუ იმიტომაც ქვია რა ეს იმიტაცია. ხო, იმიტაცია შიმშილის. და ამ 5 დღეში რა ხდება? რასაკეთებ? ამ 5 დღეში სპეციალურ საკვებს ჭამ რა. და რა არის ეს საკვები? ეს არის ძალიან დიდი და სერიოზული კვლევის შედეგად არის ეს დიეტა ამერიკაში დადებული რა. მე რასთან მქონია საქართველოში საერთოდ არ არის. არის ერთი ფრანგული კომპანია, რომელიც რომ აწარმოებს ეს დიდი ლამაზი ყუთია და აქ 5 დღიანი კვება დებს შიგნით. უკვე გამზადებული. ხო, უკვე გამზადებული არის იქ სუპი არის რაღაც ბარი, ხო, ენერგი ბარი, 3-4 კვება არის რა და 5 დღე ამის კეთება უკვე აძლევს აი ამ იმის რა ქვია იმიტაციას. იმიტაციას და ასე რომ აი ძალიან ბევრი რაღაცა მეთოდოლოგია და ბევრი საინტერესო და ახალი რაღაც ხდება. მე მაინც მგონია და ფიქრობ შენც ასე ფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოვუსმინო ჩემს ხეულს. იმიტომ რომ აი ხა როგორც საუბრობდით, რომ ადრე მე მომწონდა ის სწრაფი კვება, მე მომწონდა ის ტკბილი გაზიანი სასმელები და დღეს ჩემი სხეული ისეთ უარყოფას მაგზნობინებს ეს ტკბილი გაზიანი სასმელი არ მომინდება გამორიცხულია, მაგრამ თუ მოხდა მაინც რომ დავლიო, ისეთ ტკბილად მეჩვენება. ისეთი ტკბილია ჩემთვის, აი შაქა, ასე მგონია შაქარს ვღეჭავ. პირდაპირ რეჟიმი მიგნება. აი, ხო, კი, მეც ესე ვარ, ხო. მაგრამ მე მგონია, რომ ეგ მაინც მერე დგება რა, აი დრო ჭირდება ამას და მონდომება ჭირდება. ნუ სხეულის მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუნდაც აი ეს ემოციური კვების თვალსაზრისით. იმიტომ რომ მე ჩემ თავზე გამომიცდია, რომ საღამოს აი რაღაცა მინდა, აი რაღაცა ეს გავჩერებულ არ და მეფიქრა, ეხ შენამდვილად გშია. ანუ რაღაცის გამო ხო არ ჭამ და ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ხო ამ ემოციურ კვებას. მოწყენილობა, სტრესზე და დეპრესიაზე აღარ ვლაპარაკობ რა და ბევრი მიზეზი. ხო და ამიტომ ძალიან ხშირად ყოფილა რომ რაღაცა მდომებია წყალი დამილევია და თურმე წყურო და ხო არა სოციალ ამბობენ მაგას კი იცი ამბობენ რომ წყურვილის გრძნობას სხვანაირად აღვიქვავთ რა ზოგჯერ შეიძლება რომ ძალიან ხშირად ჩიმშილში აგვერიოს და ასე რომ ძალიან რომ მოგშედება და არ გინდათ ჭამა ღამის საათებში განსაკუთრებით ერთი ჭიქა წყალი შეგიძლიათ დალიოთ ეს კარგი რჩევაა და წყალი ზოგადად მე წყლით ვიწყებ დილას დღეს ვიწყებ წყლით თბილი წყლით ადრე ცივს ვსვამდი ნუ ცივს ონკანის ცივს არ გულისხმობ აი წინა ღამეს რომ შუშის ჭურჭელში დაასხავ და დააყენებ ასე რომ ვთქვათ მაგრამ ჩემთვის დღეს უკვე ეგეც ცივია და რაღაც თბილ წყალს ადუღებულ წყალს ვურებ და აი ეს თბილი წყალი ძალიან კარგად მოქმედებს აი სიამოვნებს აი გრძნობ რომ ჩემს ხელს სიამოვნებს ისევე როგორც როდესაც ტკბილს ვამცირებ აი სიამოვნებს რა აშკარად იმიტომ რომ ჯერ ერთი ეხლა დავაკვირდი აღდგომის დროს ყოველდღე ხო პასკას ვჭამდით და აი იმ პერიოდში მინდებოდა ეს პასკის მოთხოვნილება მქონდა ტკბილის და მე ერთი რამდენიმე დღე 1-3-4 დღე როცა სახში აღარ იყო ეს პასკა მინდოდა სურვილი მქონდა მაგრამ 4-5 დღეში უკვე ისწავლა ჩემო ორგანიზმმა რომ შენ ვერ მიიღებ პასკას და მოდი აღარ გინდოდეს და დღეს აღარ მაქვს ეს მოთხოვნილება აი როგორც კი შეაჩვევ რაღაც ხო რაღაც გარემო რაღაც მდგომარეობას რო შეაჩვევ შენს ორგანიზმს მოგისმენს და აი აყვება ასე რომ ვთქვათ მაგრამ ნუ ნებისყოფაც უნდა გქონდეს ძლიერი თორე ხანდახან თლად ესე ადვილად არ მოყვება შენი ორგანიზმი აი მე მივხვდი აი ბალიზე რო ვიყავი წასული იქ ქონდა ისეთი ძალიან ჯანსაღი კვება რა არაფერს შემწვარს მე სახში ვცდილობ რომ შემწვარი არ ვჭამო და ნუ ტკბილი არ გვიჭამია რა თქმა უნდა და ძალიან ისეთი ვეგანური დიეტით ვიკვებებოდით რა რაღაც გამონაკლისების გარდა გამონაკლისებს გულისხმობ, ანუ შიგადაშიგ თევზი და თეთრი ხორცის გქონდა. და რო ჩამოვედი, ძალიან კარგად მქონდა სახის კანი. ზოგადად შეშუპებისკენ მიდრეკილი არ ვარ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხო? აი, შაქარი არ დამილევია, საერთოდ სასმელი კომბუჩას გარდა, წყლის და კომბუჩას გარდა არაფერი არ დაგვილევია იქ და მივხვდი, რომ შაქარი უნდა ამოვიღო. მაგრამ არ მინდა ეს რაღაცა ეჭიდაობით და ტკივილებით გავაკეთო და მინდა რომ რაღაც ნელ-ნელა შეგნებულად შევამცირო და მე სულ მინიმუმამდე დავიყო და მე საერთოდ გავაკეთე.
სხვათა შორის, ну, ეს რეკომენდაცია მეც წავიკითხე ერთი წიგნი, სადაც იყო საუბარი იმაზე, ანუ ამ ავტორს თვითონ არ ქონდა მენსტრუალური ციკლი. აი წლობით ქონდა შეჩერებული და მოკლედ პრობლემა ქონდა და როდესაც იკვლევდა ამ პრობლემას, მთავარი რაც საფუძველი რაც იყო, ეს არის სწორი კვება. და მოკლედ ის ქალი მივიდა ამ დასკვნამდე, რომ შაქარი უნდა ამოიღოთ რა. მთლიანად უნდა ამოიღოთ შაქარი და ეს წიგნი რომ წავიკითხე, ძალიან ისეთი სამბეჭდავი იყო და ვიფიქრე რომ მოდი ამოვიღებ შაქარს, მაგრამ გამიჭირდა. აი ძალიან ისე რომ მე შაქარი მთლიანად ამოვიღო და ნამცხვარი არ ვჭამო, აი ვერ შევძელი ეს, ვერ შევძელი. თუმცა სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს ნამცხვარი, მაგრამ ადრე როცა პირველად ვსინჯერო ნამცხვარი შავი შოკოლადით ჩამენაცვლებინა, არ მომეწონა და ეხლა უკვე შავი შოკოლადით შემიყვარდა. ხო, იმიტომ შეეჩვია. აი ეს რამდენჯერმე რუტინული როცა გახდება, მე შეეჩვევი, ხო. კაი, კვების ეტაპი ამოვწურეთ ასე თუ ისე, ну შეიძლება კიდე მიუბრუნდეთ. მეორე ეტაპი არის ფიზიკური აქტივობა, ხო? ეს დღეგრძელობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფიზიკური აქტივობა. შენ მე რაც გიცნობ სულ ვარჯიშობ. კი. იოგით ხარ დაკავებული ან პილატესი? იოგა და პილატესი ორივე ერთად კი. კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობ? პილატესზე კვირაში 3-ჯერ დავდივარ. ყველა ვარიანტში ეს არის მასტი, რაც არის ჩემ ცხოვრებაში და იოგაზე ვცდილობ, რომ 2 დღე ვიარო. ესე იგი 5 დღე გამოგდის? ხო, აი 5 დღე ვივარჯიშო, 2 დღე დავისვენო რა. თუ სტუდიაში ვერ მივდივარ, იოგას სახში ყველა ვარიანტში ვაკეთებ. ხო, სახში მიყვარს მე. გაწევლები. ანუ მე მაგას ვეძახი გაწევლებს. შეიძლება იოგას ეს ხო, არის ასანებსაც ვაკეთებ, ხო. მაგრამ შენ როდის დაიწყეს? ეხლა ახსენებდი, რომ დედაჩემი იოგას აკეთებდა. ამანაც იქონია, ვარჯიშიც იქონია. სხვა შორის იოგას აკეთებდა უფრო სუნთქვებით და სუნთქვით ვარჯიშობდა კიდეც. არა, მაშინ არ დამიწყე ნამდვილად იოგა. მე დავიწყე ვარჯი. ზოგადად ქორეოგრაფიულში ვსწავლობდი, ანუ პირველი კლასიდან, ანუ ჩვეულებრივ სკოლაში არ მივლია ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვსწავლობდი და იქაც ეხა ვარჯიში ყვება და იქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დავუშვათ ბალერინებისთვის. და ამ დისციპლინას იქ ვიყავი მიჩვეული. მე პილატესზე დავიწყე, და სხვა შორის ძალიან ცოტა იყო. მაშინ მე როცა ვეძებდი და მინდოდა ვარჯიშის დაწყება, სულ რამდენიმე დარბაზი იყო საქართველოში და დავიწყე პილატესზე სიარული. მე უკვე თუ გახსოვს ჩემი პილატესის და იოგის სტუდიაც გავხსენი. კი. და ხო, აი ესე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ну ეხლა მე ამას ბუქ ვარჯიშს ვეძახი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე 40 წლის მერე ყველას გვჭირდება კვირაში 2-ჯერ მაინც კარდიო ვარჯიში. ხო, და წონებით საჭირო. წონებით საჭირო, იმიტომ ეხლა კიდე ახალი რაღაც არის ამ ლონჯევიტიში და დღეგრძელობაში და ჯანმრთელ ცხოვრებაში, რომ კუნთის მასა არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც აი მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს უკვე ყველა ამაზე ლაპარაკობს, რომ რაც უფრო მეტი კუნთი გაქვს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებ. მართლა პირდაპირ ამასაც ამბობენ რა. ხო და 40 წლის მერე კიდე კუნთის გაზრდა, ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული პროცესი არის რა. ეს რაც შეეხება კუნთებს და გულსისხლძარღვთა და დაავადებების საპრევენციოდ უკვე კარდიო ვარჯიში არის აუცილებელი, რომელთანაც რომლამდეც ჯერ ვერ მივედი ახლოს და ძალიან მინდა რომ დავიწყო აი კვირაში 2-ჯერ მაინც რა. მე სხვა შორის სწრაფი სიარულით ვაკეთებ კარდიოს. ეს არის ჩემი კარდიო, მე სირბილი არ მიყვარს, აი არ შემიძლია. ვერ შევიყვარე სირბილი და მე როდესაც გამოვიკვლიე, ჩემი სიმაღლისთვის სირბილი დიდად არც არის მიზანშეწონილი, უფრო სწრაფი სიარული, ვინც მაღალი ქალები არიან, მათთვის უფრო სწრაფი სიარული არის მიზანშეწონილი. ახლა რაც შეეხება ძილს. მოკლედ ძილიც მე 30 წლის მერე მივხვდი, რომ ძილს უნდა მივხედო, იმიტომ რომ აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას. შენ რომელსაც ეძინებ? ეხლა მე ხანდახან 10-ზე ვიძინებ, ხანდახან 11-ზე ვიძინებ. მე ზუსტად. ხო. ანუ 12-ის მერე ჩემთვის არის ძალიან გვიან დაძინება რა. ჯერთი ფიზიკურად ვგრძნობ ამას. როდესაც ადრე ვიძინებ და ადრე ვდგები, ბევრად კარგ ხასიათზე ვარ, ბევრად უფრო ენერგიული ვარ, ბევრად უფრო შემოქმედებითი ვარ და მომწონს რა ეს მდგომარეობა და როდესაც გვიან ვიძინებ მეორე დღეს ყველანაირი ისინი შეზღუდული მაქვს, სხვათა შორის მათ შორის გონებრივიც რა. შესაძლოა. ხო, ეს კრეატივის, აი საერთოდ არ მაქვს, როცა დაღლილი ხარ და ნუ ძილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა და სხვათა შორის აი ხა რაღაცა ბოლო კვლევები
მეცნიერებით სიმსივნის საპრევენციოთაც დაამტკიცეს, რომ ძილს აქვს ძალიან დიდი და ზოგადად მელატონის ძალიან დიდი როლი. და მელატონინი ყველაზე მეტად გამომუშავდება სწორედ 10-დან 2 საათამდე. ხო, ეს ცირკადული რიტმი არის რა, ადამიანის ორგანიზმის და როცა იცი შენი ცირკადული რიტმი, როცა გრძნობ, როცა სხელს უსმე ხო, როგორც შენ თქვი, უკვე შესაბამისი ჰორმონებიც მაშინ გამოიყოფა, რა თქმა უნდა, რა, და ზრდის ჰორმონი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობისთვის აუცილებელია. მაგრამ ბევრს ეშლება ის, რომ ამბობენ, რომ მე ღამეს გავათენებ და მე დღისით და ავინაზღაურებ და დღისით ვერ ანაზღაურდება. ის მელატონინი დღისით არ გამომუშავდება. იმიტომ რომ პირდაპირ სინათლეზეა დამოკიდებული ყველაფერი, ხო? ამიტომ აი ესეც ბევრჯერ ხმე მაგალითად ჩემი საუკეთესო მეგობრების გამსმენია რომ ნუ არ შემიძლია ეს დილით ადრე გაღვიძება და რა ვქნა და აი არ ვიცი 2 კვირა რომ დააყენებ მაღვიძარას დილის 7 საათზე როგორ შეიძლება რომ მე-15 დღეს აღარ გაგეღვიძოს გამორიცხული აუცილებლად შეეჩვევი იცი როგორ არის საკო მე მომისმენია რჩევები ჩემ მეგობარსაც ქონდა ეგ პრობლემა და აი პირდაპირ დილის 7 საათზე არ უნდა დააყენო მაღვიძარა რა ჯერ 15 წუთით ადრე მე რე ყოველ დღე ესე 15 წუთი რომ გადმოწია ბევრად უფრო ადვილი არის საინტერესო ხო ძალიან ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი აქვს ძილს რა როგორ უნდა გავიუმჯობესოთ ძილი რა აი ეს მეთოდი რომ მაღვიძარა გადმოვწიო და დილით ადრე, ან ზოგადად ღამის ძილისთვის მომზადება იწყება დილით. აი ზუსტად. მე რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ჩემი ცირკადული რიტმი იყოს იდეალური, არ დაირღვეს და სრულფასოვანი მარტო ჩაძინებაზე არ არის. მე უკვე იქ ძილის ფაზებზეც არის, რომ სრულფასოვანი ძილით გეძინოს, ხო? დილით რო ვიღვიძებ და ვდგები, არავითარ შემთხვევაში არც ტელეფონს ვიღებ ხელში და სხვათა შორის ეს არ წამიკითხავს და არ მისწავლე, მაგრამ მე თვითონ ხვდები, რომ იმის შუქი აი აბაზანაში რო აანთო, ხო ხელოვნური ლურჯი ნათება არ მსიამოვნებს და გავდივარ გარეთ. და პირის შუქზე კი, თუნდაც ცუდი ამინდი იყოს ეს 10 წუთი, ცუდამინჩი 15 წუთი უსათვალოდ შუშის გარეშე, გარეთ ყოფნა ყველაზე კარგად აწესრიგებს ჩვენი ძილის ხარისხს. ой, რა საინტერესო, ამას არ დავკვირვებია. ესეა. აი ჰუბერმანს უსმენ ხოლმე, მე ვგიჟდები ჰუბერმანის პოდკასტებზე და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჰუბერმანისგან და ესეც მანდ და მე უკვე ჰუბერმანი რო იტყვის რაღაცას, მე უკვე სხვა ყველა პოდკასტში ხდება და ჩვენთანაც მოხდა ჰუბერმანის. ისე აი აქედან არის. ეხლა ფილმებში გამახსენდა რომ იღვიძებენ და პირველი ფარდებს როწევ. ანუ პირველი ჯობია ფარდა გადაწიო, ვიდრე შეხვიდე თქვა აბაზანაში და აანთო შუქი. ფარდას რო გადაწევ და მზეს შეხედავ, ანუ სინათლეს დაენახები. ესე იგი ეგ არის. ხო, ეს არის პირველი რაც აწესრიგებს რა. მე უკვე ნუ ძილის წინ 1-3-4 საათით ადრე მაინც ჭამის და ყვების და წყლის დალებისაც შეწყვე. ხო, ზოგზე ამბობენ რომ ვარჯიშიც მე არ მიყვარს ხამე ვარჯიში, უფრო აი რაღაც მედიტაციებს თუ გავაკეთებ და გაწელებსაც დილით ვაკეთებ პრინციპში. მე ხამე არ მიყვარს ფიზიკური აქტივობა. და სხვათა შორის ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე ვიყავი ვისწავლე და იქ გვითხრეს რომ ძილის წინ მაინც არ გააკეთოთო, იმიტომ რომ შეიძლება პირიქით აფრება გამოიწვიოსო ამან. თუმცა მე რა მედიტაციებსაც ვაკეთებ ძილის წინ პირიქით ანუ ძილის მედიტაციებს ვაკეთებ და დასამშვიდებელს ასე ვთქვა და ტელეფონი შეგაქვს საძინებელში? ტელეფონი შემაქვს საძინებელში, იმიტომ რომ ეს ჩემი უფროსი შვილი ჩემთან რო არ ცხოვრობს, მაინც ის მაქვს რა. ხო იცი რაღაცა ბავშვი არ დარეკოს, ხო, თორე ისე არ ვსკროლავ. აი ნახე 40 წუთით ადრე მაინც იდეალურია 1 საათით და 2 საათით ადრე მაინც ძილამდე საერთოდ სკრინი. ტელეფონი შედის მაგაში, ტელევიზორიც ხო არ გქონდეს და კითხვა ძალიან კარგი და ამას წინათ ესეთი რაღაც დამემართა რომ ვიფიქრე არაფერს ხელში არ ავიღებ შვიდად დავიძებ მე ჩემი რაღაც რიტუალები მაქვს სანთელს ვანთებ რაღაც არომათერაპიაზე თები მაქვს რომელსაც და შევიტანე წიგნი რომელმაც ისე დამაინტერესა რომ გავათენე და 4 საათი ესე ჩემი ძილის რუტინი. ხო და აქ თეორია რომ ძალიან საინტერესო წიგნი არ ვთქვა. სხვადასხვა მე წიგნზეც მითხრეს რომ ჯობია რომ არ წაიკითხო ძილის წინ, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი სიუჟეტი იყოს და ისეთი ამბავი წაიკითხო რომ პირიქით აფორიაქდე და ძალიან დაგაინტერესოს და გამოფხიზლდე. ხო და სხვათა შორის მაგდილი მეორე დილი ძალიან სვად გრძნოდით ეს მართლა 4-ზე დავიცი. ხო ეს მესმის ეს დედობრივი მზრუნველობის გამო რომ ვერ ტოვებ ტელეფონს, მაგრამ მე არ შემაქვს საძინებელს. ტოვებს გარეთ შემიყუროს ჩემაშვილმა მეტყვის რომ ძალიან თავისუფლად შეგიძლია რომ გარეთ დატო. ჩემთვის ჩემ გამო არ წახვიდე ამ სფეროს. გარეთ ტელეფონის დატოვება არის
იდეალური ძილისთვის. აი, ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც ძილი მომიწეს. ანუ ეხლა აკეთებ? გარეთ ტოვებ ტელეფონს და წარმოგიდგენ, დილით იღვიძებ არქროლა, ტელეფონში არიყურები, ღამე იძინებ და უბრალოდ ფიქრებში ხარ, შენ ფიქრებში და ისე იძინებ და აი, ისე კარგად მიწესრიგებს ძილს ეს უტელეფონობა და უგაჯეტობა. ტელევიზორი ხო საერთოდ არ მაქვს საძინებელში. ის კი არა სახლშიც დიდად არ ირთვება. ჩვენთან ტელევიზორი. სხვათა შორის, აი ამ რიტრიტზე შერაც ახსენე ბალიზე, ხო? თავიდან მოგვითხრეს ეს პირობა, რომ არ გვექნებოდა ტელეფონები. რაღაც ნომერი ქონდა და უშო ჩემთან სახლში ჩემ მეუღლეს ქონდა ნომერი რაღაცა შემთხვევაში და დაკავშირება შეძლებოდა საერთოდ 10 დღის განმავლობაში არ გქონდა ტელეფონები და ეს ისეთი გამოცდილება იყო ჩემთვის პირველ რიგში იმიტომ რომ ნუ ბალი თითო ხო შესანიშნავი და ულამაზესია და როგორც კი ჩაფრინდები ამ ენერგეტიკას გრძნობ მაგრამ როგორც კი რაღაც ლამაზ სურათს ან რაღაცას ვხედავდი გარშემო ბუნებას გულისხმობ ხო პირველი რეაქცია რაც მქონდა რომ გადავიღო და არ მქონდა ხოლმე ეს ტელეფონი და ისეთი დისკომფორტი მექნებოდა და მე გავაცნობიერე და მივხვდი რომ აი ყველან ჩვენთაგანი უბრალოდ რა დღეში ვართ რომ რაღაცას უყურებ და იმის მაგერთ რომ ჩვენ დავტკბეთ ჩვენ აღვიქვათ ეს სილამაზე ჩვენ ვისიამოვნოთ თავისი ჩვენ მივიღოთ ის ყველაფერი რასაც ეს ბუნება იქნება თუ რაღაც ურთიერთობა იქნება ხო გვაძლევს პირველი ვაკეთებთ იმას რომ ტელეფონით გადავიღოთ და რომ გამოგვერთეს ეს ტელეფონები და სულ წუწუნებთ იმიტომ რომ ისეთი სილამაზეები ვერ გადავიღე, გითხეს რომ დაგიბრუნებთ თუ ამ ტელეფონებს, რომ ერთმო თუ ძალიან არ გესიამოვნებათო და მართლა ესე იყო რა. და რომ დამიბრუნეს, მაშინ მე სოციალური ქსელები პირველ გვერდზე მქონდა ამ იმაზე სკრინზე დაყენებული და გადავწიე სხვათა შორის და იმ აი ყოველ წამს აღარ შევდიოდი ამ იმაში. და ეს მოთხოვნილება არ გქონდა? აი მაგალითად ძალიან ადვილად მივეჩვია, აი რასაც დავუშვეთ კვებაზე ვილაპარაკეთ, რომ ცოტა რთულია და არა აბსოლუტურად აი უადვილესად მივეჩვია და ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მართლა ყოველი წუთი და ყოველი წამი ეს ბედნიერად შემერგო, ხო? მეც ახლა მეუბნებიან, რომ შენ ინსტაგრამზე ცოტა უფრო მეტი აქტიურად ცოტა მეტი რაღაც დადე, მაგრამ ვიცი ან მოგზაურობაში როცა ვარ, ან ძალიან სასიამოვნო დროს როცა ვატარებ, ხო, ძალიან რთულია, შენ თუ გადაღებაზე იფიქრე და როგორ კადრს იღებ და აი ესე ჯობია, აბსოლუტურად თითქოს იქია და იმ წუთას აღარ ხარ. სხვათა შორის ეგ ალბათ ყველა ბლოგერის პრობლემაა. მე ძალიან ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ბალანსი მეპოვნა, რომ მე არ შემიძლია ყოველდღე პოსტვა. არ შემიძლია სტორები ჩემი არ არის. ვერაფრით ვერ შევძლებ, რომ პირველად მახსოვს, მაშინ ინსტაგრამზე სტორები არ იყო, შემოვიდა Snapchat-ი, ესეთი აპლიკაცია, ხო, გიგია. ხო და ეს Snapchat-ი იყო 2013 თუ 14 წელი იყო და Snapchat-ი მთელი განმასხვავებელი მახასიათებელი იყო ეს სტორები. ოღონდ სტორებს არ ეძახდნენ, იქ იპოსტებოდა ესე რა 24 საათში რო ქრებოდა რა და ვისაც ქონდა ეს მაშინ საფრანგეთში ვიყავი და იქ დავინახე რომ ეს ხალხი მართლა ყოველ ნაბირს იღებდა. აი, ეხლა შევდივარ კრუასანში, იღებდნენ უყურებდნენ. ანუ მაშინ ისეთი შოკში ვიყავი, რომ ეს ხალხი რას აკეთებს? ანუ ტელეფონში ცხოვრობდნენ და მანდ უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი არ იყო. მაგრამ აი, როდესაც ბლოგს აწარმოებ და ეს არის შენი საქმიანობა და ხალხიც გელოდება და აბა რას დაპოსტავ, აბა სად დადიხარ, როგორ ერთობი და ასე შემდეგ. აინტერესებს ხალხს, მაგრამ ნუ აი მე არ შემიძლია ამის გაზიარება დიდი დოზებით. მაქვს პერიოდები, როცა ვაზიარებ ხოლმე, როცა გრძნობ, რომ ნუ შემიძლია გავაზიარო და თავს არაფერს არ ვაძალებ, მაგრამ მაქვს პერიოდები, რომ ნუ უბრალოდ არ შემიძლია, ისედაც პირად ცხოვრებას არ ვაზიარებ ხოლმე. და აი ეს შენც ხა როგორც კრეატორს ისე გეუბნები, რომ შენც ხო გელოდება შენი აუდიტორია, რომ აბა როდის დადებ, მაგრამ მე მგონია, რომ ეს თუ შენი ერთგული გამომწერია და დიდხანს გადავნებს თვალს, ხდება ძალიან კარგად, რატო არ ხარ ისეთი აქტიური და ზუსტად ესეთი მოწონ ხარ და აი ამას აფასებს შენთვის, შენში. მაგრამ იცი რას დავაკვირდი კიდე, რომ აი რაღაცა შეგიძლია დააგროვო რაღაც მასალა, ხო? და დადო ნელ-ნელა პერიოდულად. მეც არ მომწონს, მე და არც ჩემ გამომწერებს, აი რა ხდება, ხო? აი რაღაც იმ წუთას ჩემი ნაზრები, ჩემი ნაფიქრები, თუნდაც მეჩვენებოდეს, რომ ეხა არაფერს ისეც მნიშვნელოვანს არ წერ რაღაც ჩვეულებრივ რაღაცას წერ. იმ პოსტს აქ უამრავი სეივი, უამრავი ნახვა აქტივი, თითქოს რაღაც აი ენერგია თუ არ ჩადე ამაში. მე სტორების დადებაც მიყვარს იმ წუთას, რა. ეს უკვე მეორე მხარეა იმ ამბის, რასაც ყვებით, ხო? ალბათ ხო რაღაც ბალანსი უნდა დაიცვა, ერთი არის შენი სივრცე, რაღაც შენი
ამბები, რაც შენთვის ხდება, შენს გარშემო ხდება და მეორეა უკვე ეს რაღაც ინფლუენსერული ცხოვრება თუ შენი ბლოგი თუ ასე შემდეგ რა. ხო, იცი თავარი არის ის, რომ შენ თვითონ უნდა იყო ბედნიერი იმ საქმით, რასაც აკეთებ და ამას გრძნობს მაყურებელი, აუცილებლად გრძნობს და ის თუ გრძნობს, რომ შენ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ალგორითმი არ გაგიბრაზდეს და რაც შეიძლება მეტად ანახოს. იგრძნობა ეს ხო, რომ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ალგორითმისთვის არის ეს საჭირო და ამ დროს შენი აუთენტურობა იკარგება და მე სწორედ ისეთი ბლოგერები მიყვარს, რომელთანაც ვხედავ, რომ აი ახლა ამას რო პოსტავს, მართლა უნდა ამის დაპოსტო, იმიტომ კი არა, რომ აუცილებელია. უბრალოდ უნდა იმ მომენტში შერაც თქვი, იმ მომენტში მოუნდა რომ რაღაც დაეპოსტო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი ტელეფონის გარეშე გიცხოვრია 2 კვირა. ტელეფონის გარეშე მიცხოვრია და ფანტასტიკური. რომელზე იძინებდით? ой, კადრები წინებდით. სადღაც 9-ზე უკვე ძალიან მეძინებდა, იმიტომ დილით ადრე ვიღვიძებდით, ეს რაღაცა ზარებით გვაღვიძებდნენ და პირდაპირ იოგა იწყებოდა და მოდი ამ ბალის კი ვეხებით პერიოდულად, მაგრამ მაინც მინდა რომ ბოლოსკენ რაღაც კარგად მსუყეთ მოგვიყვე. ესე იგი, დღეგრძელობის ორ კომპონენტზე ვისაუბრეთ, კვებაზე ვისაუბრეთ, ძილზე ვისაუბრეთ, ფიზიკურ აქტივობაზე ვისაუბრეთ და ახლა მენტალური ჯანმრთელობა. მოდი ამაზეც ვისაუბროთ. ოკეი, მენტალური ჯანმრთელობა ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის. ძალიან ბევრი სამუშაოა. პირველ რიგში ყველამ თვითონ იცის ინდივიდუალურად რა ჭირდება, როგორ უნდა, სად უნდა იმუშაოს. ჩემ პირად გამოცდილებას გეტყვით, რომ მე დავიწყე თერაპიაში ვიყავი 2 წელიწად ნახევარი, გეშტალტ თერაპევტთან დავდიოდი. რაღაც რამე კონკრეტული მოთხოვნით არ მივსულა, აი უბრალოდ რაღაცა ვიფიქრე, მოდი მივალ, ნახავ რა ხდება ჩემთან შიგნით. რაღაცა ეჭვები კი მქონდა, მაგრამ აბსოლუტურად თერაპევტის მე სხვა რაღაცები აღმოჩნდა. მე აი რა ხდება, იცი, ძალიან საინტერესო პროცესია რა. ანუ შენ დადიოდი როგორც კლიენტი და არა როგორც მოსწავლე. ანუ უბრალოდ თერაპიებზე დავდიოდი, ფსიქოლოგი მყავდა ჩემი, ხო, ვისთანაც დავდიოდი რა. გეშტალტ თერაპევტი, ხო. ხო და იდეაში ეს რაღაცა აი 40 წლის ასაკში დამეწყო რაღაცები რა, აი რაღაცა კითხვა გამიჩნდა, რაზეც პასუხების გაცემა მინდოდა და მე თვითონ მივხვდი, რომ ვცხოვრობდი რაღაცა აი კლიშეებში და საზოგადოების დაკვეთის მიხედვით, ზოგადად ეხა იუნგის მიხედვით არის ესე, რომ 40 წლის ასაკში ადამიანისთვის იწყება ახალი ცხოვრება, ჩდება კითხვები 40 წლამდე ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ გარკვეული სტანდარტებით, ორიენტირებულები ვართ კარიერაზე, რაღაც ზოგი ოჯახის შექმნაზე, ხო? რაღაცა საზოგადოების ინტერესების მიხედვით მოქმედებთ, უფრო ვიდრე ჩვენი შინაგანი ინტერესების მიხედვით, ხო და აი მე დგება ზოგი ახლა ამას ისე საშუალო ასაკის კრიზისს უწოდებს, მაგრამ მე რაღაც იუნგის თეორია ძალიან მომწონს და უფრო ემხრობი, იფიქრები. ხო და ნუ აი ესე რაღაც ბევრი კითხვით, რომელიც გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, წავედი თერაპიაში და ნუ უამრავი რაღაცა მოვარდა, უამრავ რაღაცას მივაგენით, უამრავ რაღაცას უშველეთ და განვიკურნეთ, ასე ვთქვათ. და მე არ ჩერდება ეს პროცესი რა. ეს მე ვფიქრობ, რომ ეს არის პროცესი, როდესაც შენ საკუთარ თავთან მიდიხარ გასაცნობად შესახვედრად და გაიგო როგორია შენი ნამდვილი მე. იმიტომ რომ მე ადრე მაინც ძალიან გარემოსთან ვიყავი შერწყმული, ჩემი თავი თითქოს რაღაც დათრგუნული იყო ჩემი მე და ის უფრო მაინტერესებდა სხვებისთვის კომფორტი შემექმნა, იქნებოდნენ ეს მეგობრები, იქნებოდა ეს პირადი ცხოვრება თუ ასე შემდეგ და მე რა მინდოდა, ხო? აი ამაზე, ისა რა ქვია, ნაკლებად ვფიქრობდი და ზოგადად ადამიანები ალბათ იმაზე უფრო მეც ვფიქრობთ, სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე და დღეს უკვე მე აი ამ თერაპიების მუშაობის, პრაქტიკების, ტრანსფორმაციების მერე, ხო, თავარი კითხვა უკვე ჩემთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის არის მე თვითონ რას ვფიქრობ ჩემს საკუთარ თავზე და არა სხვები რას ფიქრობენ ჩემზე და აი ეს ყველაფერი ალბათ შეიძლება რომ მენტალური ჯანმრთელობის ჭრილში განვიხილოთ, ხო? და ვისთვის რა არის ხა? მე სხვათა შორის აქ ვახსენებდი კოუჩინგსაც რა. იმიტომ რომ აი კოუჩინგზე მე იდეაში მივედი როგორც მოსწავლე და ვისწავლე ერიქსონის საერთაშორისო სკოლაში კოუჩინგი. ძალიან საინტერესო რაღაცა და პირადად მე რა მომცა, იცი, კითხვების დასმა მასწავლა. მიხდი შენ რა გინდა? შენ რატო გინდა?
ანუ როგორ მიხვდები რომ ამას მიაღწიე? მიხვდით აი ძალიან იმას გიშვება. თითქოს აი მიმართულებას კოუჩინგის მთავარი ამოცანა არის შენი სრული პოტენციალის გამოვლინება. შენ კოუჩთან რომ მიდიხარ ისევე როგორც ფსიქოლოგი, ხო ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან ფსიქოლოგია და კოუჩინგი და არავინ შენს მაგირად, არავინ კი არა, ვერავინ შენს მაგირად პასუხს ვერ გასცემს ვერაფერზე, ხო? ეს ზუსტად ის კითხვები რომელსაც შენი პასუხები ჭირდება და აი კიდე რა იყო ჩემს უამრავი კურსი იყო, უამრავი სესია იყო. ნუ იოგა და კუნდალინი იოგაც ამაში ძალიან მეხმარება და ხო, მთავარი მიზანი კიდე არის რაღაც იცი, აი ამ კითხვებს რო პასუხს წემ, როდესაც შენ თავს გაიცნობ, როდესაც შეიცვლება შენ თავში ბევრი რამე. იცი რა არის? კიდე როგორ მქონდა, იცი ეს ამ თემით რო დავინტერესდი, ნუ რა თქმა უნდა, ხო, თან იმდენი საინტერესო რაღაცაა ჩვენთვის ხელმისაწვდომი, რომ შენ თვითონ უბრალოდ შეხვიდე და ვიღაცას მოусმინო, ხო და უამრავ რაღაც საინტერესო რაღაცას ვისმენდი და მთავარია რომ ეს ცოდნები, რომელსაც მოვისმენთ, მოგვეწონება და თითქოს გავიგეთ შენში შემოვიდეს, შენ განიცადო და უკვე აი თერაპიები, სხვადასხვა თერაპიები, ამაში ძალიან დამეხმარა რა. რომ აი იქ მართლა მივხვდე რომ აი თურმე რას ნიშნავს რომ შენ სხვას კი არ უნდა შეეჯიბრო შენ გუში რაც იყავ იმაზე უკეთესი ხარ დღეს რა აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რა და აი ესეც ძალიან საინტერესო რაღაცებს შენი თავის შესახებ იგებ აღმოაჩენ უცებ გააკეთებ რაღაცა თურმე აქვე ყოფილა ხო თურმე ხო ვიცოდი ეს მაგრამ რატო ვერ ხვდებოდი არ მქონია ესეთი მომენტი რატო ვაკეთებდი და მე უკვე იცი რა ასხედავ ეს არის პროცესი რომელიც არ თავდება ჩემი აზრით ეს მთელი ცხოვრება ჩვენი წინსვლა პიროვნული განვითარება მენტალური ხო აი ეს ჩემთვის ახლა იმდენად საინტერესო არის ეს თემები რომ გონია რომ სულ განვითარების და სხვადასხვა ასაკში კიდე სხვადასხვა ინტერესები გაქვს აი შენ ასაკი ახსენე ესე იგი შენ შეგიძლია თქვა რომ თქვათ 40 წლამდე ან 35 წლამდე სულ სხვანაირი იყავი და აი 35 წლის მერე მას შემდეგ რაც აი ეს თუნდაც დღეგრძელობა შენთვის პრიორიტეტული გახდა მენტალური ჯანმრთელობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა ანუ შენი პიროვნება დაინახე სხვანაირად და თურმე ესეთი ყოფილხარ რომ აი აქამდე სულ სხვანაირად მიცხოვრია მე როგორ არ შემიძლია ვთქვა აი მართლა თერაპიების მერე ეს ბევრი აღმოჩენა რო გავაკეთა და თურმე რას ვაკეთებდი და პირველ რიგში რას უკეთებდი საკუთარ თავს ხო მივხვდი და ზოგადად კითხვა გამშევ საერთოდ როგორ მოვედი აქამდე მაგრამ ეს არის მართლა ის ძალა ღმერთი რომელსაც მოვყევართ იცი ამ გაუცნობელ სპელ ცხოვრებაში ხელი უკიდია და მე მართლა ჩემ თავზე შემიძლია თავისუფლად თქვა ეს რა იმიტომ რომ მართლა საერთოდ აბსოლუტურად როგორც მე მეგონა რომ მე მიყვარდა ჩემი თავი იმიტომ რომ მე არ მენანებოდა ჩემი თავისთვის არაფერი დავშეთ ვყიდულობდი ლამაზ ნივთებს და ვდიოდი სამოგზაუროდ ვკითხულობდი მე ვითარდებოდი რაღაცას რომ ვისწავლიდი მე მაგრამ თურმე საკუთარი თავის სიყვარული კიდე საერთოდ სხვა რაღაცა ყოფილა რა საკუთარი თავის სიყვარული არის რომ შენ სულს მოусმინო შენ სხეულს მოусმინო გაკეთო ის რაც შენ გინდა მიჯერ პირველ რიგში მიხვდა იმას შენ რა გინდა როგორი ცხოვრება გინდა ხო და მე აკეთო ის აი რა გაბედნიერებს იმას რომ მიაკნო ჩემი აზრით თორე ის რომ შენ იმას იყიდი რაც თურმე ინსტაგრამზე არის ახლა პოპულარული ან შენ სამეგობროში ან ასე შემდეგ ეს ნუ რა თქმა უნდა ხა იმ წამიერ ბედნიერებას განიჭებს მაგრამ მე რო გადის მაინც გაქვს დანაკლისი რაღაც რომ ეს იყო რაც მინდოდა აი ეს იყო ის ისოვსეს ნივთები ვერ მოგცემენ რა თქმა უნდა ხო ვერ მოგცემენ აი ვერანაირად და იცი რა არის შენ თვითონ როცა იცვლები ხო მე იცვლება გარემოც მე მაგასაც მივხვდი რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო ხდება არის სარკე. ანუ აი სხვათა შორის ესეც იყო რაღაც ცარიელი სიტყვები არ ყოფილა ძალიან მომეწონა როცა ეს გავიგე, მაგრამ ეხლა ხვდები რომ ვერ ხვდებოდი რას ნიშნავდა და როცა რეალურად მე მართლა შევიცვალე და როცა უკვე ამ სხვა პრიზმიდან უყურებ სამყაროს ხო ადამიანებს სხვა ადამიანები მყავს გარშემო. ხო. ან შეიცვალა შენი წრე? ვინ შესასვლელი იყო შეიცვალა.
ვინც არ მინდოდა რომ ცხოვრებიდან გამეშვა არც წასულან ჩემი ცხოვრებიდან ურთიერთობების ფორმა შეიცვალა. მიხდი და შესაბამისად უკვე ყველაფერი იცვლება გარშემო და ყველაფერი იცვლება ისე როგორც შენ გინდა. აი მე იმ თეორიასაც ჯერავს რომ კვანტურ რეალობაში ჩვენი ყველანაირი ვერსია არსებობს რა. და იმის მიხედვით თუ დღეს როგორ ვართ, როგორი მაინდსეტი გვაქვს, როგორი აღქმა გვაქვს მოვლენების და რა გვინდა, როგორ გვინდა რომ ვიყოთ იმ კარს ვაღებთ, აი ამ ზუსტად აი ამ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით. შენ ასაკს როგორ უყურებ? აი რა არის შენთვის ასაკის მატება? ეხლა უკვე ისეთი რაღაცა, როგორ ვთქვა. პატარაობაში. ალბათ როგორც ყველა თინეიჯერი 40 და 45 წლის ადამიანი მეც მეგონა რომ ნუ აი ხანში შესულია ეხლა ნუ რაღა დროს ამის რაღაცეებია და ეხლა რა თქმა უნდა ეგრე არ უყურებ განა იმიტომ რომ მე გავხდი 40-ის და 45-ის იმიტომ უყურებ ეს რომ ის მართლა ბევრი რამე შეიცვალა რა ადამიანების ცხოვრება რეალურად უფრო მართლა ჯანმრთელი და დღეგრძელი გახდა რა ვიდრე იყო და აქტიურები არიან ადამიანების 60 და 70 წლის ასაკში და დღეს უყურებ ასაკს ისე რომ ყველაფერი ეხლა ნებისმიერ მომენტში შემიძლია თავიდან დავიწყო. ოი რა საინტერესო. შესაძლებლობების ასაკი არის რა. ანუ ჯერთი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს ამ ასაკს. აი რაზეც ვისაუბრეთ, ხო ეს რაღაცა კლიშეების განთავისუფლება საზოგადოებრივად მართლა აღარ გაინტერესებს უკვე ამ ასაკში. აპირდა გაინტერესებს შენი საკუთარი თავი უკვე. შესაძლებლობაც გაქვს იმისი უკვე რომ აკეთო ის რაც ქსიამოვნებს, ბავშვებიც რაღაც დიდები არიან უკვე წამოიზარდნენ და შენი თავის დრო არის რა. ხარ ჯანმრთელი, ყველაფერი წინ გაქვს რა თქმა უნდა, ეხლა მე სულ ვამბობ, რომ იცი რა არის ჩემთვის თქო განსხვავება, აი დავშტო 20 წლის ცხოვრებასა და 45 წლის ცხოვრებას შორის, აი თითქოს საოცნებო დრო აღარ მაქვს. მიხდი? აი 20 წლის როცა ხარ, მე თან ძალიან მიყვარდა ოცნება და სულ ოცნებობდი რაღაცებს და რაღაც დრო მქონდა რა, რომ ეცა ეხა თუ არა მერე. და უბრალოდ ეს დრო აღარ გაქვს რა. თორე ზუსტად იგივეს გაკეთება შეგიძლია, რასაც საკეთებდი 20 წლის ასაკში. არ მეთანხმები. არ გაქვს შეზღუდვები არანაირი. აი ვერ გრძნობ ამას, რომ აი რაღაცა არ მიშვებს. შეზღუდვები აღარ მაქვს, სურვილები შემეცვალა უბრალოდ. ხო. იცი რა არის, ხა მართლა აი ეს ბეჭედი რომ იკეთია, ხო, რომელიც ზომავს და უშუალოდ ძილის ხარისხს, სტრესის ხარისხს საინტერესო რაღაცა არის. ეს აურა ბეჭედია, ხო? აურა რინგ. და იმ დღეს გამიკეთა 3 თვის რეპორტი რა. ესე გვანახე რომ კადრში გამოჩნდეს. ეს რა მასალა ვერცხლის თუ რაღაც ჩვეულებრივი ტიტანია. თუ არ ვწდები და ნუ შიგნით აქვს რაღაცა ეს საზომები ხო რითიც სხეულის ტემპერატურას გულისცემას და ეს მარკერებს ზომავს რომ მე რაღაც საინტერესო რეპორტები მოგცეს და გამიკეთა 3 თვის რეპორტი და ნუ ბევრი რაღაცა იყო იქ და ერთ-ერთი იყო მათ შორის რომ აი შენი იმ შუაკვირა და კვირის ბოლო ვიკენდის დღეები ყოჩაღო ზუსტად ერთნაირად გაქო ერთ დროს იძინებ და ერთ დროს ვიღებ და ჩემ ქორს 45 წლის ასაკის პლუსები ეს არის რა. ერთ დროს ვიღვიძებ, ერთ დროს იძინებ. ხო და ნუ რისი თქვა მინდა იცი რომ ხო უბრალოდ შეიძლება აღარ მინდა იმის კეთება, რასაც მაშინ ვაკეთებ, თუ რომ მინდოდეს. რა ვიცი ალბათ კლუბშიც ვივლიდი და ხო ხდები. სხვა რაღაცა ფიზიკური შესაძლებლობა იმისი მაქვს ყველაფრის რაც მქონდა 25 წლის ასაკში. აი ხო ამბობენ რომ აი ის ენერგია აღარ მაქვს. აი გრძნობ რომ აი ნეტა ეხა ის ენერგია მქონდეს და მეტი არაფერი შეიცვალოს ჩემ ცხოვრებაში. უბრალოდ ენერგია მინდა დამიბრუნდეს. შენ არ გრძნობ ეს ენერგიობას. ესე იგი ესეთი საინტერესო რაღაც უნდა გითხრა რომ ბევრად უფრო ენერგიული ვარ ახლა. მართლა? და ამას აქვს თავისი მიზეზი. 25 წლის ასაკში ისევ ხარჯავდი და ვფლანგავდი ჩემს ენერგიას არასაჭირო ადამიანებზე. რაღაც ისეთ რაღაცებზე, რაც ენერგიას მაცლია და საერთოდ არაფერს არ მაძლევდა რა. და დღეს უკვე უფრთხილდები ჩემს ამ ენერგიას რა. ადამიანებთანაც კი ვისთანაც აი ენერგეტიკულად არ მსიამოვნებს ურთიერთობა ძალიან შეზღუდული მაქვს. და შესაბამისად მინდა გითხრა რომ ბევრად უფრო მეტი ენერგია მრჩება იმისთვის რაც მომწონს რომ ვაკეთო რა. შეიძლება ზოგადად გრძნობ რომ უფრო ენერგიული. ზოგადად ბევრად მეტი ენერგია მაქვს, ბევრად მეტი რაღაცის კეთება შემიძლია და ბევრად ხარისხიანად ვაკეთებ რაღაცებს ვიდრე. აი ხო აი
რაღაცა კიდე სწავლა იქნება, კიდე რაღაც ახალი საინტერესო. აი რომ შეადარო შენი 20 წლის წინადელ ვერსიას, ხო? იმას რომ შეადარო, ეხლა უფრო ენერგიულად გრძნობ თავს. ეხლა უფრო ენერგიულად. ესე იგი, ამისთვის შენ რა გააკეთე? ჯანსაღი ცხოვრების წესით დანერგე, კვებას, საქცევ ყურადღებას, მენტალურ ჯანმრთელობას, შენ წრეს, გარემოს, ანუ ეს ყველაფერი ხო ამის შედეგია. ეს რო არ ყოფილიყო, შენ ხო ენერგიულად თავს ვერ იგრძნობდი თუ შეიძლება რაღაც ასაკმა მოიტანოს ესეთი ხო, ეხლა დავუშვათ ჯანმრთელობა პირველ რიგში გვჭირდება ეს ფიზიკური ჯანმრთელობა, რომ ფიზიკურად კარგად ვიყავთ, ხო, ეხლა ფიზიკურად, როდესაც ავათხარ რაზე ახო საერთო ლაპარაკი, პირველი ამოცანა ესა რომ ფიზიკურად ვიყოთ ჯანმრთელები, რომ შეგვეძლოს ყველაფრის კეთება. ენერგია კიდე სხვა რაღაც არის, ენერგია სხვა რაღაცებიდან მოდის, ხო, ჩემთვის მაგალითად მედიტაციიდან, სეირნობიდან, მართლა რაღაც ძალიან საინტერესო პოდკასტის ყურება ჩემთვის ისეთი ენერგიის და სტიმულის მომცემია, როგორც ძალიან საინტერესო ადამიანთან საუბარი, ხო? აი ადრე მოვისმინე ესეთ საინტერესო რაღაც, რომ შენ თვითონ ვიცი როგორი ხარ, რომ შენს გარშემო 5 მეგობარი, როგორიც ვინც არიან, აი ჩამოთვალეო, ჩამოწერე 5 ადამიანი შენს გარშემო. და იმაგათი მიქსი ხარ შენო რა და ეხა აი ამ ადამიანებს დაემატა ის ადამიანები ვისაც ჩვენ ვუსმენთ და უყურებთ ხო ინტერნეტში ხო ინტერნეტში რა თქმა უნდა და გარემოზე მოდი ვისაუბროთ აი ამ დღეგრძელობის რაც მთავარი შემადგენელი ნაწილია გარემოში რა იგულისხმება რა თქმა უნდა დაბინძურებულ გარემოში ვერ იქნები კარგად და ნუ ამ ხრივ საქართველოში მე მგონი ძალიან ცუდი მდგომარეობა სამწუხაროდ მაგრამ ეს კარგად საკულები თემა ამას ცალკე პოდკასტს მივუძღვნი. მოდი ვისაუბროთ სოციალურ გარემოზე. იმ გარემოზე რა ხალხშიც შენ ტრიალებ. აი რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი დღეგრძელობისთვის? მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველა ადამიანს გვჭირდება რაღაც დადებითი ემოციები, გვჭირდება უკავშირები, გვჭირდება მხარდაჭერა, ხო? და ეს გაძლევს მერე იმის სტიმულს, ენერგიას, რომ კარგად იყო. მე პირადად ესე ვარ. ანუ საერთოდ აღარ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანები, აი რომ რაღაც ყველა ვიცით, რომ მოვიშოროთ ტოქსიკური ადამიანები. ხო, მართლა აი თავისით ხრებიან მერე მიხვდი ესეთი ადამიანები და გარემო კიდე აი ერთ მაგალითს მოვიყვან მაშინ ხო აი რაღაცები მეგონე ყველა ადამიანს ყველაფერს კეთება არ შეგვიძლია ხო არის რაღაცები რაც შეიძლება გვინდა რომ ვაკეთოთ მაგრამ არ შეგვიძლია და რაღაცები მქონდა ეს ჩაკეტილი რომ აი მე ამის კეთება არ შემიძლია მე რაღაცა ბიზნესში არ ვიცი რაღაც ერთი ბიზნესის მხარე რა მქონია ჩემი საკუთარი ბიზნესი და ჩემი მეუღლე რომელსაც ეს ცხოვრების მეორე ნაწილში შევხვდი. არის ისეთი ძალიან მხარდამჭერი და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა აღმომაჩენინა ჩემს თავში. და არის ტიპი, რომელიც ყველაფერზე გონდა, მიდი თუ გინდა, უნდა აკეთოს. თვითონ ესეთი არის რა თავისთვის. რომ რაღაცა რაც გინდა, აუცილებლად უნდა გააკეთო და ძალიან დიდი მხარდამჭერი არის ჩემთვის ახალ პროექტებში რაღაცებში და მივხვდი რომ ამ ადამიანის გვერდზე ისეთი რაღაცები შევძელი რაც მეგონა რომ არ ვიცოდი არ შემეძლო რაღაც შეიძლება შიშიც მქონდა რომ მაინც არ გამომივა და რატო გავაკეთო და აი დავუშვათ იკა ჩემთვის ძალიან კაი მაგალითია იმისთვის როგორი ადამიანები უნდა ყავდეს გვერდზე რომ შენს მერე მეტი შეძლო და მეტი გააკეთო რა ან როგორი ვისაც შენი ჯერა ვინც გამხნევებს ვინც გიბიძგებს რომ არ შეგეშინდეს გადადგინამდე ხო ვინც არ გაკრიტიკებს და პირიქით სტიმულს გაძლევს ესე იგი შენ ახსენე რომ შენ ქმარს შეხვდი ცხოვრების მეორე ნაწილს რამდენი წლის იყავი? ვიყავი სადღაც 40-41. ეს ძალიან კაი თემაა. მე ვიცი რომ შენ არ გიყვარს პირადზე ბევრი საუბარი და მე არ ჩაგეძიებ, იმიტომ რომ მეც ასეთი ვარ და გაგიგებ, მაგრამ აი ხა ჩვენ ხო სასრულების ტექნიკაზეც უნდა ვისაუბროთ და მე მგონი კარგი გარდამავალი იქნება სანამ სრულებზე დავიწყებთ საუბარს. თუ შეგიძლია რომ მიმართო იმ ქალებს, ვისაც გონიათ რომ 40 წლის შემდეგ დაგვიანებულია ყველაფერი. მე არსებობენ ესეთი ქალები, ვისაც ესე გონია. არაფერი დაგვიანებული არ არის. ჯერ ერთი არც ერთ ასაკში არაფერი დაგვიანებული არ არის და 40 წელი მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია. ანუ მე მარტო მე არ ვფიქრობ ესე, მეცნიერებიც უკვე ამბობენ, რომ 40 წელი მართლა ახალგაზრდობის ჭრილში გადმოვიდა ხალხმა. ყველაფერი წინ გაქვთ. არაფერი მთავარი აქ არის სურვილი. მთავარი აი კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ
ჩვენ როგორ ვგრძნობთ თავს. მართლა ესეა, როგორც გრძნობ შენ საკუთარ თავს, რასაც ფიქრობ შენ საკუთარ თავზე და რამდენად ცემ პატივს შენ საკუთარ თავს და რას თვლი რომ რას იმსახურებ, მართლა ისე ხდება გარშემო და თავარია ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენ თვითონ მოგწონდეს ჩვენი საკუთარი თავი და მე მოვეწონებით ყველას ვინც გვაკლია. იცი რა არის კიდე მოდი სურვილებზეც გადავიდეთ ეს. იმიტომ რომ უკავშირდება, ხო? ხო და იმიტომ რომ ეხლა ნახე რატო უკავშირდება და რა დეტალი მაინტერესებს. ჩვენ რომ ვამბობთ, მთავარია შენ რას ფიქრობ შენ თავზე და მთავარია შენ მოგწონდა შენი თავი, ესეც ხო შრომაა. ეს ადვილად არ მოდის. ეს ძალიან ძნელია. შენ თუ მთელი ცხოვრება გგონია, რომ რაღაც დააგვიანე, რაღაც არ გამოგივიდა, არ ხარ ლამაზი, სტანდარტებში ვეჯდებ. ეს ძალიან ძნელია, რომ ერთ დღესაც გაიღვიძო და უიმე არა, მე მომწონს ჩემი თავი. ეს ძალიან ძნელად მისაღწევია. ამიტომ, აი როგორც სურვილების ასრულება სჭირდება აი რაღაც განწყობის შეცვლა ჭირდება. ისევე ჭირდება აი ამ ყველაფერს და მოდი ხა მოგვიყავი სურვილი. კი, გეთანხმები, კი, სხვათა შორის მართალი ხარ, ნამდვილად არ მოდის ადვილად ეს. აი ხა ჩემ შემთხვევაში ბევრი წლის პრაქტიკაა ეს, ხო? და ბევრი წლის თერაპიის შედეგია ის, რომ ჩემის რაღაც საკუთარი თავი მომწონებოდა და ამ იმაში, მაგრამ აი ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. რა უნდა ვეცადოთ, რომ ისეთი ნაკლები კრიტიკოსები გვყავდეს გარშემო. და საკუთარ თავშიც აი ამ კრიტიკოსს უნდა ვებრძოლოთ, რომელიც ალბათ ხშირ შემთხვევაში რაღაც მშობლებიდან წამოსული კრიტიკოსია, რომელიც აი ეს შიგნით გიზის და ყველაფერზე გაკრიტიკებს, ყველაფერს გიწუნებს, არაფერი არ მოწონს შენი და ასე შემდეგ. გამუხრუჭებს და აი შენ ხარ შენი თავის პირველი კრიტიკოსი. პირდაპირ კავშირში არის სურვილების ასრულებასთანაც, იმიტომ რომ სურვილების ასრულებასაც აი ეს მდგომარეობა ჭირდება. რომ შენ რასაც ოცნებობ, როგორი ცხოვრებაც გინდა რომ გქონდეს, აუცილებლად დარწმუნებული უნდა იყო, რომ შენ ამას იმსახურებ. და შენ თუ იმაში ეჭვი გეპარება, რომ შენ ამას არ იმსახურებ, ან შენ გეშინია აი ამ ამისი, ხო, რაც გინდა, არავითარ შემთხვევაში არ აგისრულდება. შენი ტექნიკები რა არის, რაც ინსტაგრამზე გქონდა გაზიარებული და შენი გამოცდილებით რა იყო ის სურვილი და ის მეთოდი, რითიც აგიხდა შენი ნატვრა? მე უკვე იმდენად რაღაც ავტომატურ რეჟიმზე მაქვს ეს ჩემი სურვილების ასრულების ამბავი ჩართული, რომ სულ მინდოდა პოდკასტში მოხვედრა. მართლა? აი სულ მე მიყვარს პოდკასტები უყუროს, შენ რომ გააკეთე, რომ დაუბრუნდე უფრო სწორად ამ შენ პოდკასტს, და საკოსთან თქო ძალიან კაი იქნება რომ მოხვდე თქო და ეხლა რაღაცას გეტყვი და დამირეკავს თქო. მართლა? ზუსტად ვიცოდი. ვაიმე. ხოდა ასე არ მოგიყავი ფიქრი პოდკასტში მეტყვი აბა. ზუსტად ვიცოდი რომ დამირეკავდი და რომ მომწერე და ეს ხო დავინახე notification-ი რომ ზუსტად ვიცოდი რომ მაგას მომწერდი. ხო. ანუ აი იცი როგორ არის? აი თავიდან არის მთავარი, რომ ჩაბაბლოთ, ასე ვთქვათ, აი იმ მთავარ მომენტებს, რაც არის ხელშემწყობი ამ ჩვენ. ეხლა ჩემთან როგორ დაიწყო? წლების წინ დაიწყო Secret ფილმი გეცოდინება ალბათ, ხო? წიგნი მაქვს დაგიხსნილი. ფილმის ხო შურს არ მაქვს ნახე. წიგნი კი. აი ალბათ დაინტერესებთ, იმიტომ რომ ეს თემა ძალიან უყვარს ჩემს გამომწერებსაც და უყვარს ხალხს ზოგადად სურვილების ასრულება თან რაც შეიძლება მარტივად და მოვყვები ჩემ გამოცდილებას რა. ეს სიკრეტი რა ვნახე. პირველი აღმოჩენა ის კი არ გავაკეთე რომ ვაუ თურმე შეიძლება რომ რაღაცები აგისრულდეს რაზეც იოცნებ. პირველი აღმოჩენა ჩემთვის იყო რომ აი თურმე რატო ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში ესეთი რაღაცები. ამიტომ რომ ამ ფილმის მთავარი ის არის რომ როგორ რასაც ფიქრობ, რაზეც ოცნებობ, რა შეგრძნებებიც გაქვს, ის მოდის მე შენ ცხოვრება. მეგონა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი არაადეკვატური რაღაცა ხდებოდა. ესე მარტივად ხო აი ერთ აი მე გითხარი რომ სამსახიობაზე ჩაბარება მინდოდა ძალიან ვოცნებობდი მსახიობობაზე ვიყავი რაღაც როლებში და სხვაჭერ ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს როლი იყო რაღაც ტრაგიკო აი ხო იცი გარდატეხის ასაკშიც ან თინეიჯერობაში ან რაღაც 25 წლამდეც რაღაც რომანტიულ რაღაცა ისეთ იმებში ვარ ხო და რაღაცა როლები მქონდა მორგებული რა და აი ეგ იყო მთავარი გარდამტეხი რა რომ მეთქი ესე იგი ზუსტად ეგრეა თქო რა თუ ისეთი რაღაცები მართლა აი ყოველგვარ ლოგიკურ ჯაჭვს და ზღვარს მოკლებული ამბები ხდებოდა და თურმე მართლა მარტო მაგიტო რომ მე ბაგრულში ოდესღაც ვიყავი ესე იგი მართლა შესაძლებელია რომ ეხა სხვა სურვილები ვაგენერირო ასე ვთქვა და სხვა რაღაცები მოხდეს ჩემ ცხოვრებაში და
მართლა ესე მოხდა. აღარ თუ ეს მარტივი არ არის ხა. მე ვამბობდი ჩემ გამომწერებს უყვებოდი რომ და წერო რა ეს სურვილები და იცი არის დღეს უკვე მე ამას აღარ ვწერ, მაგრამ წერაც ძალიან კარგი არის, აი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის რომ პირველ რიგში შენ თვითონ ჩამოაყალიბო რა გინდა. იმიტომ რომ მე ეს ჩემ მეგობრებსაც მე მიყვარს საერთოდ გაზიარება და იდეაში Instagram-ზეც ბლოგი მაგიტო გავაკეთე, რომ აი ეს რაღაცები, რასაც მე თვითონ ვაკეთებ, გაუზიარო ჩემს გამომწერებს და პირველ რიგში სანამ Instagram-ზე ჩემ მეგობრებს უზიარებდი და უყვებოდი რომ ესე მეთქი რა 10-15 სურვილი ჩამოწერე დღეში თქო და ძალიან ბევრთან მოხდა ისე რომ არ ვიციო რა მინდა. სურვილები არ ქონდა? სურვილები როგორ არ ქონდათ, მაგრამ ანუ აი კონკრეტულად ეხლა რა აი ზოგს აი ნუ აი კარგად მინდა რომ ვიყო და ეს კარგად ყოფნა რა არის ცოტნე ხვდები და მივხვდი რომ აი პირველი ნაბიჯი ამისთვის არის რომ იცოდე ზუსტად რა გინდა. დიდი შანსია რომ აგიხდეს ყველაფერი. ყველაფერი აგიხდება, დიდი შანსი კი არ არის, აუცილებლად აგიხდება რა შემთხვევაში. როდესაც ამის გჯერა, როდესაც წინასწარ შეიგრძნობ განწყობებს რა. აი სანამ სურვილი აგისრულდება, მანამდე აბსოლუტურად კარგად რო წარმოიდგინო, აი ამისრულდა ეს სურვილი და რას ვგრძნობ ახლა მე? ანუ როგორია ჩემთვის ეს სურვილის ასრულება რა, აი რა განცდები და ემოციები მაქვს. მართლა ტვინი ვერ აღიქვავს, შენს ფანტაზიაში ხდება ეს ამბავი თუ რეალურად ხდება რა. თუ შენ ამას განიცდი და დამთავრდა რა, ესე იგი ეს ხდება და მე შესაბამის, რა თქმა უნდა, მე ქმედებებზე შესაბამისზე გადავდივართ, მივხვდი ამ ვიბრაციებიდან, აი ამ მაღალ, შეიძლება ძალიან გაცვეთილი სიტყვა არის უკვე, მაგრამ ამ მაღალ ვიბრაციებში ყოფნა, ხო, ამ სრულების ასრულებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და რა იგულისხმება მაღალ ვიბრაციაში? მაღალ ვიბრაციებში იგულისხმება ყველა ის ემოცია, რომელიც იწვევს კარგ შეგრძნებებს. ეს არის ჩამოვთვალოთ ერთად მადლიერება, სიყვარული, მხარდაჭერა, სხვისი სიხარულის გაზიარება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. წმენა არის უდიდესი კი. აი როცა გწამს, აი სწორედ ეს არის, რომ გწამს, რომ ეს სურვილი აგიხდება, მე მგონი, ხო? ეს იგი შენ რასაც ამბობ, დროს უნდა გაასწრო, უნდა წარმოიდგინო, გააღვიძო შენი ფანტაზია და შენი წარმოსახვის უნარი, უნდა წარმოისახო რომ ის რაც გინდა აი ახლა გაქვს ეს რწმენით უნდა გააკეთო დაჯერებით სიყვარულით მადლიერებით რომ რა კაია რომ ხო ეს არსებობს ეგეთი პრაქტიკაც რომ წინასწარ ბევრ მადლობას იხდი და მადლიერების ხდება გაქვს იმისთვის რაც გინდა რომ ხო იმიტომ რომ როცა მიიღებ ხო გექნება მადლიერება ну რა ვიცი შეიძლება ზოგჯერ არ გაქვს და ცოტა ისე მიიღებ რომ take it for granted რომ ამბობენ რომ დიახ ესეც უნდა მომხდარიყო ჩვენ სიამაყეში დამპარტავნებაში არაფერი არ უნდა გადაგვივიდე მაგრამ შენ წერასე თქვი მოდი შეგიძლია ეს ეტაპები კარგად გითხარი აი თქვა მაქვს რაღაც სურვილი იმიტომ რომ მე ხა მოგიყვები ჩემ გამოცდილებას ერთი სურვილი მქონდა და წერდი მოკლედ აი გიჟივით რომ ყოველ დილას წერდი ეს ამიხდა აწყვოში წერდი რომ აი ეს სურვილი ნუ რაღაც მქონდა ამიხდა მე თავს გრძნობ ასე ვარ ბედნიერი ამ სრულის მერე გავაკეთე ეს და ასე შემდეგ და დავთქვი თარიღი და მოკლედ არ მოხდა რა ეს სურვილი არ ამიხდა ამ თარიღამდე და მე ჩავიქნიე ხელი და არაფერსაც აღარ წერდი დიდი ხანი რა ხო და ეხლა მოგვიყევი მე საერთოდ მგონია რომ ყველა სურვილი შეიძლება არ ახდეს მაგრამ ის რწმენა და ის იმედი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა ხო მაგრამ აი როგორ გავაკეთოთ ეს ეტაპები რომ მოგვიყვე ყველა სურვილი შეიძლება არ ახდეს და ყველა სურვილი რომელიც არ ახდება შეიძლება კიდე უფრო კარგ ვერსიად ახდეს თქვენს ცხოვრებაში მე ამის ჭერა ხო ესე იგი არ უნდა ესე იგი ის სურვილი რო აქხდენო და ის კონკრეტული არ უნდა მომხდარო მე ესე უყურებ ხოლმე ეს ზუსტად პოზიტიური აზროვნებაც ჩემთვის ეს არის რა რაღაც ის კი არა რომ სათვალე გაიკეთო და ყველაფერი პოზიტიურად არის, როცა რაღაც ბევრი ნეგატივი ხდება გარშემო რა. და თვითონ რაც შეეხება, ახლა აი თარიღებთან დაკავშირებით, ჯობია რომ არ დავწეროთ თარიღი, რა, იმიტომ რომ ვიღაცის ცხოვრებაში ძალიან მალე მოდის, ვიღაცის ცხოვრებაში რაღაც გარკვეული დრო ჭირდება და ესეც არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად მზად ვართ იმისთვის, რასაც ვნატრობთ. და მე ესე ვაკეთებდი ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე დავიწყე დილაობით ამის კეთება, დილით ვიღვიძებდი, იმიტომ დილა მიყვარს მე საერთოდ და დილით უფრო ენერგიული და როგორც ახსენე შემოქმედებითი ვარ და მთელი ჩემი შემოქმედებითობა ჯავაგზავე 15 თუ 18 სურვილში მოკლედ აღარ მახსოვს, წერდი სურვილებს ფურცელზე
სხვადასხვა გვერდზე წერთ ყოველ დღე, არ ვიყურებოდი წინ, მაგრამ ფაქტობრივად ერთი და იგივე რაღაც გამომდიოდა და მე რომ ვკითხულობ ხოლმე მე როგორ ხდება, იცი, პირველ გვერდზე, პირველ დღეს რაღაც ცოტა ქაოტურია და ბევრი სურვილია და მე ბოლოსკენ მართლა ის პრიორიტეტები რჩება, მართლა რა გინდა რა, ხო. ისე კი ყოველ დღე უნდა დაწერო ის. აი, ხო, ეს იყო მაშინ ეს და იყო რომ 21 დღის განმავლობაში, ხო, რაღაცა რეული მქონდა, სადაც ვდგებოდი, ვწერდი და წერის დროს ვაკეთებდი ვიზუალიზაციასაც ამ ყველაფრის რა, აი წარმოვიდგენდი როგორ იქნებოდა და აი თითქოს ეს უკვე მოხდა და მე მართლა მაქვს ეგუნარი უკვე ძალიან თავისუფლად მაქვს რომ შევიგრძნო რა ის სიხარული და ეხლა იდეაში ხო მართლა გვიხარია რა რაღაც აი შენ თავს რო თვალს დახუჭავ და წარმოიდგენ აი რაღაც მდგომარეობა ეს ხო შეიძლება ეს კოუჩინგში ვისწავლე ის მდგომარეობა რომელიც უკვე განცდილი გაგჯობია იქ დაბრუნდე აი ამ სურვილების წერის დროს ეხლა მომივიდა უბრალოდ თავში აზრს რომ ძალიან კარგი იქნება აი რაც გვინდა რომ აგვიხდეს ის მდგომარეობა როგორ შევიგრძნოთ იცი გავიხსენოთ როდის ვიყავით დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ხო და ეს ძალიან გვეხა მე ასე ხო და ნუ არაფერი 21 დღე წერ ამ სურვილებს მე ვინახავდი იმიტომ რომ მაინტერესებდა მართლა ძალიან ბევრი რაღაც მისრულდებოდა და ხო მე დაწერე ეს სურვილები მე ის თქვათ რამდენი წუთი უნდა დილით 10 წუთი 10 წუთში ჩამოწერე სურვილები ვიზუალიზაცია ანუ წარმოიდგინე შეიგრძენი და მე მთელი დღის განმავლობაში აღარ გახსენდე აღარ ფიქრობ ამაზე ხო არა მთელი დღის განმავლობაში მე ვცდილობ რომ იყო ამ ვაღალ ვიბრაციებში რა მიხდი დადებით რაღაც პოზიტიურ გრძნობებში და ეხლა ნუ ყველაფერი რა თქმა უნდა ხა რაციონალობის ფარგლებში რა ხო რა თქმა უნდა შეუძლებელი არ უნდა ჩაუქვა ასე რომ არა ხო მე ამ დადებით ვიბრაციებზე ყოფნა ვიგულისხმე რა მიხდი რაც შეიძლება რაღაც დავბრუნდეთ ხოლმე ჩვენ თავში ეს mindfulness-ი ძალიან სასარგებლო პრაქტიკა არის რაც ძალიან აი მე მაგალითად ტელეფონზე მაქვს reminder-ი დაყენებული და მახსენებს სუნთქვას რომ დავისუნთქო იმიტომ რომ აი სუნთქვა არის პირველი ჩვენი დამხმარე ძალიან ბევრ რაღაცაში და ძალიან დაუფასებელი რაღაცა არის რა სუნთქვა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხო და სუნთქვის პრაქტიკებიც არსებობს ხო შეიძლება ძილისთვისაც და დამამშვიდებელიც კი მე ვაკეთებ ძილისთვისაც უბრალოდ მუსიკა ეს YouTube-ზე მაქვს ეს ვიდეო მუსიკა ერთ-ერთ თერაპიის დროს გაგვიკეთა ჯგუფური თერაპია იყო და ეს მუსიკა ჩაგვირთო თვითონ უძღვებოდა რა თქმა უნდა თერაპევტი მაგრამ ნუ სახში როცა ვაკეთებ უკვე მახსოვს ეს პრაქტიკა და უბრალოდ მუსიკას აყოლებ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას ეს არის მხოლოდ მეტი არაფერი 10 წუთის განმავლობაში ღრმად სუნთქავ ოდნავ შედარებით უფრო ღრმად ვიდრე ყოველდღურად სუნთქავ ხოლმე ჩვეულებრივ არაფერი ესეთი არ არის ნებისმიერი ესეთი სუნთქვითი პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია პირველად YouTube-ზე ვნახე რა ქვია Iceman-ს რო ეძახიან ყინულში რო წვება ეგ ცნობილი ტიპია. არა, დამავიწყდა რა ქვია იმ კაცს. მოკლედ სუნთქვითი პრაქტიკის ვიდეო აქვს მე აღწერაში დავურთავ აუცილებლად ამ ვიდეოს. როგორ გასწავლის სუნთქვას. კოვიდის დროს მივაგენი ამ ვიდეოს და ძალიან დამეხმარა სხვათა შორის ყოველდღე ვაკეთებდი. სუნთქვა ძალიან კაი რაღაცა ხსენე. ნებისმიერ დროს როცა თქვათ რაღაც გამოსვლა მაქვს ან რამე მნიშვნელოვანი შეხვედრაზე მივდივარ და მღელვარება მაქვს თუ რამე მშველის, ეს არის სუნთქვა. გამორიცხულია, რომ სუნთქვა არ დამამშვიდოს. ღრმად წყვილით ჩასუნთქვა და შემდეგ ძაფრად ამოსუნთქვა პირით. აი, სხვათა შორის Harvard Medical Schools მიმართა FBI-მ თხოვნით თავისი სპეცაგენტებისთვის, რომ რაღაცა გვასწავლეთო, რითი შეიძლება, ან შეიმუშავეთო ჩვენთვისო სპეციალური რაღაცა თერაპია ან რაღაც ისეთი სავარჯიშო, რომელიც სწრაფად აღადგენს ენერგიებს რა, იმიტომ რომ სპეცაგენტები, რომელიც განსაკუთრებით საშიშტაველებებზე დადიოდნენ რა. და პროფესორებმა აიღეს რაღაც დრო, რომ მოეფიქრებინათ რა და რომ დაუბრუნდნენ უკვე პასუხით რა იყო, იცი? ყველაზე სწრაფი, ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე კარგად მომუშავე მეთოდი სუნთქვები. სუნთქვა ესენი ელოდებოდნენ რომ რაღაცა რაკეტას აღიჩენებდნენ ალბათ და იქ დაწვებოდნენ და რაღაც გადასხმას გაიკეთებდნენ და სუნთქვაზე კარგად არაფერი არ მუშაობს. არა, ძალიან მაგარია. მე ხომ მინდა ბალითი და მე ბოლოს შენი გეგმებით დავასრულოთ. ბალიმ რა მოგცა? ბალიმ მომცა კიდევ უკეთესი ჩემი თავი. პირველ რიგში ერთი ბალიზე სულ მინდოდა წასვლა, რიტრიტზე სულ მინდოდა წასვლა რა, ესე რაღაცა ქალაქიდან გასვლა და რაღაცნაირად აი რაღაცა მაკავებ და ჯერ მარტო სამოგზაუროდ არასდროს არ ყოფილა რა და ამის გაკეთებაც მინდოდა, მაგრამ
სულ რა იყო? იცი, აი ყოველთვის იყო მაგის შესაძლებლობა, რომ წავსულიყავი, მაგრამ აი სულ რაღაცა, ხო იცი, აი აქაც საქმე პრიორიტეტებს შერ და საკუთარი თავისთვის რამდენად გაქვს გამოყოფილი დრო, ენერგია და ის რომ შენ თავს შენი სურვილები, რაღაც სურვილები აუსრულო, ხო? და რაღაცი გოგო მყავს მოკლედ დაფოლოვებული Instagram-ზე და იმარო დადო, რომ აი ეს რიტრიტს ვაკეთებო, რაღაც სახში ვახსენე რა. და მე ჩემაქარს მithor რომ უკაი აუცილებლად უნდა წახვიდეო, ისე ძალიან გინდა წასვლაო და ძალიან უცნაური რაღაც მოხდა, იმიტომ რომ ამბობენ ბალი უნდა მიგიყოს, ბალი უნდა შეგიყვაროს და მე შენ შეგიყვარდება, იმიტომ რომ ჩამოვედი მე ბევრი ადამიანი ვნახე, ვინც არ გადარეულა ეხა ამ ბალისზე და უშოთ ისე როგორც მე და რომ უკვე რომ გადავწყვიტე წასვლა ამათ, მე ძალიან დიდი გამოწვევა იყო რა, აი დაწყებული იქიდან რომ სამოგზაუროდ მივდიოდი მარტო და 9 საათი ამ ხელფრენაზეც არ ვიყავი ნამყოფი და 9 საათი, ეხა ვიღაცისთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი არის, მაგრამ ჩემთვის არ იყო, რაც აი რაღაც მარტო ფრენა, მარტო მოგზაურობა და აი მართლა გამოწვევა იყო რა და ეს გამოწვევებია ეხა რაც გზრდის რეალურად, ხო? და რაც გვაძლიერებს კიდეც, იმიტომ რომ ამას რო გააკეთებ, მე რაღაცა უკვე სხვანაირად უყურებ შენ თავსაც და უკვე სხვა რაღაც გამოწვევებსაც რომ რაღაც ადვილად გააკეთებ და მოკლედ რო წავედი, ყველაფერი რაღაც დოკუმენტაცია იმ მხარებისაც ვისაც მივდიოდი იმათმა მოაგვარეს და რაღაც ვიზისთვის ელექტრო ბარკოდი მომცეს რა რაღაც. და რომ მივედი აქ კატარის ავიახაზების ის თანამშრომელი მეუბნება რომ ვერ გაგიშვებო რა გამორიცხულიაო მაგ ბარკოდით რომ მთლიანად ამობეჭდილი ის უნდა მქონდეს რა სავიზო აპლიკაციაო და მოკლედ მივწერე ამ გოგოებს რაღაც დაეკიდა სერვერი იქ ინდონეზიაში და ვერ ამომიბეჭდეს ეს აპლიკაცია ვერ გავფრინდი. ვაი მე რა სამბო ვერ გავფრინდი და ნუ მივწერე ამ გოგოებს უკვე ჩვენ და ხვალ იმას ვიზავთო გამოგიგზავნით გამთენისას და მეთქი აი არ ვიცი ხარ არ ვიცი თქო რომ მჭირდება უნდა მოვიფიქრო თქო რა წავალ თუ არა და მე ერთი მეგობარი მყავს ესეთი აი წრე კიდე სამეგობრო და გარემო რომელსაც დაურეკე და მეთქი ვერ გავფრინდი თქო და მითხრა რომ ეხა პირველივე იმაზე რასაც ფეხი წამოდეო ნუ დანებდებიო და არ რაუშავს ხვალ გეკნებოდა და მივხვდი რომ და იგიც როგორი რაღაცა არის ეხა ვიღაცისთვის ეს იქნებოდა იმის ნიშანი რომ აიცა მართლა არ უნდა წავიდე ალბათ რა და ჩემთვის პირიქით ის იყო რომ აი პირიქით რა კიდე არ დანებდე და აი ამ წინააღმდეგობებს გაუძელი კი და თვითონ უკვე იქ ყოფნა რაღაც არაჩვეულებრივი იყო ხა ბევრი და მნიშვნელოვანი მომენტი მოვყევი და ნუ აღმოჩენები და მართლა თერაპები რაღაც აი თეორიული ცოდნები რისიც მქონდა იქ აი პირდაპირ შევიგრძენი და მე ყველა სესიას და ყველა თერაპიას წინ რაღაცა ის აქ ხო აი რა მოთხოვნა გაქვს რა გინდა და ზოგან პირიქით ხდება სულაც არ ქონდეს მოთხოვნა და ეგ მოთხოვნა ქონდეს რომ გაიგო ბოლო რა გინდა რა ხო და აი ჩემი ის იყო რაღაც აი ჩემ საკუთარ თავთან კონტაქტი აი მჭიდრო კონტაქტი კომუნიკაცია ჩემ პატარა ბავშვთან თუ როგორ ეძახიან შინაგან ბავშვთან ხო შინდა ასევე შინაგანი მშობელიც ყოლია და მოკლედ აი ეს თემები ერთ-ერთი პრაქტიკის დროს რომელსაც ყველაზე სკეპტიკურად უყურებდი რაღაც ცეკვითი პრაქტიკა და ამ ცეკვას ვაი რაღაც და არასდროს არ ყოფილა და რაღაცნაირად უყურებდი და აი ზუსტად ეს ცეკვის დროს მოხდა აი პირდაპირ შეხება და პირდაპირ გავაცნობე რას ნიშნავს თურმე ჩემი შინაგანი ჩემი სამყარო ჩემი ბავშვი ჩემი მშობელი აი რაღაც აი გაერთიანება მოხდა სრული ჩემი არ ვიცი პიროვნების ალბათ ხო გარდა ამისა არაჩვეულებრივი ხალხი გავიცანი და აი აბსოლუტურად უცხო ხალხთან ერთად წავედი რა და ისე მოხდა რომ ძალიან საინტერესო ხალხი და ძალიან კარგი და მხარალისტი კარგი გარემო იყო არაჩვეულებრივი გოგოები გავიცანი ბევრი ახალი რაღაც გავიგე კიდეც აი ამ იმებში spiritual პრაქტიკები სულიერი და მენტალური სხვათა შორის იმიტომ რომ იქ აი მე მანამდე რაღაც ეს ჰიპნოზის თერაპიაც ისე უყურებ და იქ ვნახე და ძალიან უსაფრთხო და ფანტასტიკური რაღაცა და გაჰიპნოზეს ხო რაღაც სხვანაირი ჰიპნოზია ეს არ ნიშნავს იმას რომ ცნობიერი დაკარგული გაქვს და სადღაც გადიხარ რა არა აბსოლუტურად უბრალოდ ძალიან მაქსიმალურად არელაქსებულ მდგომარეობაში რაღაცებს შენ შინაგან ტრამვებს იქნება თუ რაღაც მოთხოვნებს ამუშავებ და მოკლედ ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო და აი ბალი რაღაცნაირი ადგილი არის რა ნუ პირველ ჩადგავ თუ არა ფეხს ამ ენერგეტიკას გრძნობ და ეს არის ქალების ადგილი
მართლა ხო, მე ასე ვიტყოდი და მე გოგოებსაც მე ვისთანაც ვიყავი იქ იყვნენ კიდე გოგოები, ვინც ცხოვრობენ იქ დიდი ხანია და ბევრი ვილაპარაკეთ, ეხლა არა მარტო ჩვენ ამ რიტრითის ფარგლებში, მე დავრჩი. არ მინდოდა საშინლად წამოსვლა რა და იდეაში აი ადრე ეგეთ რაღაცასაც არ გავაკეთებდი რა. ხო იცი ბილეთი აღებული გაქვს, თარიღები წინასწარი იცი, როდის მიდიხარ, როდის მოდიხარ და აი ყველაფერი ეგ შეზღუდვებია, რასაც საკუთარ თავს უწესებთ, ხო? და ეს ის მქონდა ჩადებული, რწმუნებულება, ალბათ რომ როცა მიფრინო, მაშინ ის რომ აი რაღაცა შეცვალო, რაღაცა გახსნა პირიქით აი ამ შენ იმაში, ხო? არ მქონდა. აი ბალიზე მე დარწმუნებული ვარ აი ბალის მაგერა სხვა ადგილას რო ყოფილიყავი, ამას არ გავაკეთებდი. აი უბრალოდ რაღაცა აი იმაში ყოფილიყავი, როგორ გითხრათ, wellness, ხო, თუნდაც wellness კურორტზე რა. და უცებ მივხვდი რომ არ მინდა წამოსო, მინდა კიდე 4 დღე დარჩენა. რა უნდა ვქნო, რა თქმა უნდა დავჭე. რა გიშეცხა დავრეკე, ცოტა შეეშინდა თიფიქრეს, ხო ძალიან ბევრი შემთხვევა ბალის აღარ ჯამდებია. ხო და ჩემშულს ხოთე შემოქვა რომ მითხრე რომ დარჩი რამდენი ხანს გინდა და ჩემო შულმა ცოტა შიში დამირეკა 4 დღეში ხონაღდა ჩამოყვა. და იქ ქალებს რო ესაუბრებოდი, იქ ვინც ცხოვრობენ, რაღაცას ყვებოდი. ხო, ქალურ ენერგიებზე უყვებოდი რა და მითხრეს რომ აი კაცები დიდხანს ვერ ჩერდებიან. იმიტომ რომ აი ეს გოგოები ჩადიან ხოლმე ზამთრიოცა მათ ქვეყანაში ზამთარია, მაგ დროს ჩადიან და იქ არიან რა. და აი მოკლედ მერეც დამემგზავრა ერთი კაცი რომელთან ერთადაც ბალიდან პირდაპირ საქართველოში ჩამოფრინდა ისიც რა უკრაინელი იყო და რაღაც იქ ცხოვრობ მეუღლესთან და შვილებთან და ბავშვების სკოლაში იქ და არ ვგიშდები ბალიზე და მივხვდი რომ კაცები დიდად არ გიშდებიან. აქ არ არის ლაპარაკი ერთკვირა მოგზაურობას და ბალი როგორც სანახაობა და ბალი როგორც ეგზოტიკა. ამაზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ იმ ენერგიებზე რაც რეალურად იქ შეიგრძნობა რა. აი ეს მე მგონი ძალიან ქალური არის. და ზოგადად რიტრითები უფრო ქალებს აინტერესებთ ხოლმე. კაცებს ისე ხშირად არა. ხო, ალბათ. მაგრამ მაინც დადია, იმიტომ რომ მე რიტრითებს ძალიან დიდი ხანია უყურებ. ხო, აი კაცები უფრო როგორ რიტრითებზე დადიან, იცი, აი უფრო ჯანმრთელობას, გაჯანსაღებას და იმას რაც შეეხება რა. აი უფრო კემპებზე და ეგეთ რაღაცებზე დადიან კაცი. არა, ძალიან საინტერესო იყო ესე იგი ეს შენი ბალის მოგზაურობა და მე მგონია რომ ეხლა შენ ხო მოყევი, გასაგებია რომ იქ შენ ვიღაცას აფოლოვებდი იმან დადო, მე მგონია რომ ყველამ თავის რიტრითი თვითონ უნდა აირჩიოს. აი ვიღაცის მოყოლი ნამდვილად, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრ მომკითხა და თავიდან საერთოდ არ ვდებდი რა, სად ვიყავ. მე ვიფიქრე რომ რაღაცა იმათაც აი მოიტანა მოკლედ სიტუაცია, რომ დამედო ბევრ მომთხოვა ვიღაცებს საკო უარი ვერ უთხრე. მე ხვდი ინბოქსში რა ჩემი ნაცნობები რომ წერდნენ, აი როგორ უნდა ვთქვი რომ არ გეტყვი ვისთან ვიყავ. მე იმდენ ადამიანს ჩაუყარე ინბოქსში, მე ხვდი რომ აზრი აღარ ქონდა რა და დავდებისთან ერთადაც ვიყავი და ეგეც ნებაყოფლობითი ახლა თუ მოეწონებათ მაგრამ რომ მეუბნებიან რომ მირჩიე რიტრითისად წავიდე, ხო? ძალიან ძნელია რჩება. ერთადერთი უბრალოდ ჩემი შეხედულებაა ის, რომ თუ ბალიზე მიდიხარ, ჯობია რომ წახვიდე და იქაურ ჰილერებთანია რომ მიხვდი და რაღაც თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება წავიდეს ქართველების ჯგუფი და ძალიან ყოფილი ჩამოვიდა. ამიტომ ყველას თავისი გზა და იმიტომ მე სხვათა შორის ამ რიტრიტსი ამ გოგომ რომ დაწერა მეორემაც დაწერა ვისაც ვაფოლოვებ და ამ ორს შორის არჩევანი გავაკეთე და ეს ამ არჩევანსაც ხო ტყუილა არ ვაკეთებ და რაღაც ისაფუძველზე ვაკეთებ და ისე საიტკენაც გული გაგიწევს იქ უნდა წახვიდე და თუ რიტრიტი გაინტერესებს ჯერ უნდა იკულიო ეს სფერო რომ აი ვინ აკეთებენ ვინ ჯერ უნდა იცოდე სად გინდა წასვლა რომელ თქვა ქვეყანაში რომელ კურორტულ ზონაში გინდა მოხვედრა ყველაფერს ხო რაღაც იგრძნობს რა ვაიბია ხო და შენსაც უნდა ემთხოვდეს და იგრძნობ რა იმ მომენტში რა გაკლია რა გჭირდება რისი მოთხოვნილება გაქვს მე მგონი შენ თვითონ უნდა მიიღო ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გეთანხმები და ბოლოს აუცილებლად უნდა კითხო შენს სამომავლო გეგმებზე იმიტომ რომ შენ ამ საკითხს დღეგრძელობის საკითხს როგორც საქმესაც ისე მიუდექი შენ თვითონაც გაინტერესებს ისედაც ინსტაგრამზეც ხო ეს ხო საქმიანობაა და რას გეგმავ ინსტაგრამს გარდა ხო
მოკლედ ძალიან საინტერესო ბიზნეს იდეამდე მივედი. აი ამ პირველ რიგში ხა როგორც ყველაფერი იწყება ჩვენი ინტერესით და მერე გადადის ბიზნეს იდეაში, ხო? რაღაცა გვაინტერესებს, რაღაცა ცოტა გროვდება და მერე ჩდება იდეა და ნუ გამიშთა რაღაც გარკვეული ბიზნეს იდეა, რომელიც რაღაც დიდი პროექტი არის და დავიწყეთ ამ პროექტის კეთება პირველ რიგში ვიპოვეთ ძალიან საინტერესო და პროფესიონალი პარტნიორები, იმიტომ რომ ამ საქმეს სჭირდება სამედიცინო და ისეთი აკადემიური ბექგრაუნდი, რომელიც მე არ მქონდა, მე უბრალოდ რაღაცა ცოდნები მქონდა და დავიწყეთ DNA ანალიზების კეთება საქართველოში. კი, ეს არის ჩემი პარტნიორი არის Thermo Fisher-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. Thermo Fisher-ი არის აი ამ სფეროში ძალიან ისეთი წამყვანი შვეიცარიული კომპანია და გვაქვს ლაბორატორია, რომელიც აკეთებს ამ DNA ანალიზებს. ამ ანალიზებს აქვს ძალიან ფართო სპექტრი, მათ შორის ძალიან სერიოზული სამედიცინო მიმართულება, რომელიც იკვლევს ჩვენს წინასწარ განწყობებს სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ასევე აქ მეორე მხარე, რომელიც არის უკვე wellness მიმართულება, სადაც შენ აი დღესდღეობით მედიცინა ისე განვითარდა, უფრო სწორად რაღაც აი ბიოტექნოლოგიები, ისე ზუსტად აქ გაჩნდა ბიოჰაკინგიც. ანუ რა მოხდა, იცი? კლასიკური მედიცინა, რომელიც მტკიცებულებებზე არის დამყარებული და 10-15 წელი ჭირდება, რომ კვლევიდან იმაში დაენერგოს უკვე პრაქტიკაში პაციენტებს, ანუ ახალი მარტო ბიოჰაკინგი კი არა, სრულიად ახალი სფერო გაჩნდა, რომელსაც ტრანსლაციური მედიცინა ქვია, რომელიც აჩქარებს აი ამ პროცესს და ეს პროცესი ჩქარდება არა მხოლოდ რაღაც დროის ფაქტორში, ფინანსურადაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ პირდაპირ ეს მეცნიერების რაღაც აღმოჩენები ადამიანების ის მკურნალობის გაიდლაინებში მოხდეს და ზუსტად ეს ადამიანები არიან სხვათა შორის ბიოჰაკერები, ვინც აი ამ ახალ აღმოჩენებს არ ელოდება დაუშვათ იმ რაღაც 10 წლიან და 15 წლიან იმას მტკიცებულებებს, რომ კინა ეს ნამდვილად მუშაობს, თავის თავზე გამოცდიან რა რაღაც პრაქტიკებს, რომ იცი აღარ აქვს ადამიანს მაგისტრო, რომ 10 და 15 წელი ელოდონ რა. და ბიოჰაკინგი ნიშნავს, ნუ შენი ორგანიზმის დახაკვას, ხო და ემსახურება იმას, რომ ჯანმრთელები, ენერგიულები და დღეგრძელები იყვნენ. მოკლედ ახლა გადავუხვიე ამ ჩემი ბიზნესის თემას, მაგრამ მეორე აქ wellness მიმართულება, სადაც უკვე შენ პერსონალიზირებულ მონაცემებს შეგიდგენენ შენს ვარჯიშის დაუშვათ იმას, რა ქვია, მეთოდიკა, შენი კვების მეთოდი, ამას ქვია ფიტნეს გენომიკა, ნუტრიგენომიკა, არის შენი ბიოლოგიური ასაკის დადგენა, მაგალითად შენ იკეთებ ამ ანალიზს და გარკვეული ბიომარკერებით, როგორიც არის გენის მეთილაცია, ოქსიდაციური სტრესი და უამრავი კიდე მარკერი, ადგენს შენ ბიოლოგიურ ასაკს და ამ ბიოლოგიური ასაკის გასაუმჯობესებლად მე გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევთ. მოკლედ აი ძირითადი თემა არის აი ეს. ახლა პირველ რიგში ჩვენ დავიწყებთ სამედიცინო ანალიზების კეთებას, ეს არის განკუთვნილი ექიმებისთვის და პაციენტებისთვის, თუმცა ვისაც აინტერესებს მისი წინასწარ განწყობა და შეუძლია რომ თავის ინიციატივით გაიკეთოს ადამიანმა ეს ტესტი, იმიტომ რომ მე შემდეგ ძალიან ბევრი საპრევენციო რაღაც არსებობს ამისთვის, რომ მე ავიცილოთ ეს დაავადება თავიდან. ესე იგი თუ გვინდა ვიზრუნოთ დღეგრძელობაზე, პირდაპირ ამას ემსახურება, აი ეს სახელწოდება შეგიძლია გითხრა, თუ ჯერ არ არის აქტიური. იცი ჯერ აი ეხა აპარატმა გაიარა უკვე ვალიდაცია, ეს არის შვეიცარიული აპარატი, თვითონ წარმომადგენელი იყო ჩამოსული, დავიწყეთ სატესტო ანალიზები უკვე გაკეთდა და აი რამდენიმე ალბათ ერთ თვეში უკვე დავიწყებთ ამაზე მუშაობას ექიმებთან და უკვე wellness მიმართულებასაც ძალიან მალე გავხსნით და მე მოვალისწავ შენთან სტუმრად და მოგიყვებით. აუცილებლად მეც ძალიან მაინტერესებს, კი, ძალიან მაინტერესებს და თუ გაინტერესებთ ეს ყველაფერი, შეგიძლიათ თვალიადევნოთ ნათიას Instagram-ს, აუცილებლად გამოიწერეთ ნათიას გვერდი, ნათია ფარცხალაძე, პირდაპირ ესე ჩაწერენ, ხო? მე დავტოვებ რა თქმა უნდა ბმულს და დააფოლოვეთ ნათია, იმიტომ რომ ნათია ამ ყველაფერზე დაწერს ბევრს დღეგრძელობაზე, ჯანმრთელ ცხოვრებაზე და მოკლედ აი რაზეც ვისაუბრეთ, აი ამ ყველაფერს ემსახურება ნათიას ბლოგიც და მისი ყველა საქმიანობა, რასაც ხელს კიდევს, ყველაფერი ამასთან არის კავშირში, მოკლედ, მთელი ცხოვრება, რასაც აკეთებდა. ვარჯიშიდან დაწყებული, აი ახლა ეს DNA ტესტებით დასრულებული.
ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი და უკვე ველოდები მეორეჯერ როდის მოხდა. ჩემთვისაც შენკენაც რო იქნება სიახლეები, კიდევ ერთხელ უნდა დავგეგმოთ, იმიტომ რომ ეს ამოუწურავი თემა. ამაზე შეგვიძლია ამ თემაზე დღესდღეობაზე. ეხლა მე წავით რა ვის დამავიწყე ეს ნეტა ესეც მე თქვა და ამიტომ. და მეც მაქვს ეგ, აუ რატო არ ვკითხე, რატო დამავიწყე და რაღაც მეც მაქვს ხოლმე სულ საინტერესო სტუმრებთან. ძალიან ყვაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ეთერი იყო, ეთერი. ძალიან საინტერესო იყო კი პოდკასტი. ეპიზოდი, ხო, ეს ეპიზოდი მართლა ისეთი იყო საინტერესო, მრავლის მომცველი და დარწმუნებული ვარ. იმედია მოეწონებათ. უნდა გთხოვოთ თუ თქვენთვის სასარგებლო იყო ეს ვიდეო, გამოიწერეთ სალომე კასრაძის პოდკასტი, გახდით ჩვენი გამომწერები. მე წინა ეპიზოდშიც ვახსენე, რომ შეიძლება ვიღაცისთვის პრინციპულია გამოწერა. არ უნდათ დარეგისტრირება YouTube-ზე და სხვადასხვა საიტებზე და უბრალოდ უყურებენ, იმიტომ რომ ჩემი სტატისტიკა მაჩვენებს, რომ უფრო მეტი უყურებს ისეთი, ვინც არ არის გამომწერი. და ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ თუ თქვენთვის ეს არ არის პრინციპული და შეგიძლიათ დარეგისტრირება YouTube-ზე, აუცილებლად დააწყაპეთ გამოწერის ღილაკს, მოიწონეთ ეს ვიდეო და დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარი და თქვენი შეფასება. ძალიან დიდი მადლობა ნათიას, ასეთი საინტერესო საუბრისთვის და მოკლედ ველოდები შენ სტუმრობას მეორედ ჩემს პოდკასტზე. აბა დროებით გემშვიდობებით.